დავიწყოთ? კი ბატონო. მოგესალმებით აუდიტორიას. შევიკრიბეთ სადისკუსიოდ, ხშირად არ გვაქვს ეს დისკუსიები და ხელოვნების სახლმა გადაწყვიტა, რომ ვისაუბროთ გორზე და აი ამ ციკლს, აი ამ შეხვედრების ციკლს დავარქვით დისკუსიები გორზე. და ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს დღეს ისტორიკოსი, სოვლაბის მკვლევარი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი. მაგრამ ვიდრე ირაკლის გადავცემდე სიტყვას და იმ კვლევაზე დაიწყებდე საუბარს, რომელიც გორში ჩატარდა და გაკვირვებული ვარ პირდაპირ გეტყვით, მეც ამ ქალაქის ცხოვრები, რომელსაც უყვარს ფეხიციარული. ისეთ ადგილებთან გამივლია, რომელთა ისტორია დღემდე არ ვიცოდი და ფიქრობ ძალიან საინტერესო ამბები გელით წინ, ესეთ ფორმატში ვიმუშაოთ. პატარა მოხსენებას აი ამ კვლევის შესახებ ირაკლი გააკეთებს, იქნება ჩემი კითხვებიც და მე თქვენგან დაველოდებით კითხვებს. მაგრამ ვიდრე უშუალოდ დღევანდელ თემაზე გადავიდოდეთ, ერთი ამბის გახსენებით მინდა დავიწყო ეს შეხვედრა. მოგეხსენებათ, ცუდი ამბები ჩვენი ყოველდღიურობა გახდა და ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭის დაკრძალვაზე ვიყავი და როგორც წესი სუფრაზე შევიკრიბეთ გასაცილებელ სუფრაზე და ახალგაზრდა კაცი იყო თამადა. პედაგოგია უბრალოდ მის სახელს და გვარს არ ვიტყვი და საინტერესოდ მიყავდა სუფრა. მაგრამ რაღაც ისტორიაში გადაიჭრა და ჯერ სტალინის სადღეგრძელო თქვა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სადღეგრძელო თქვა და ამას მოაყოლა აგვისტოს გმირების სადღეგრძელო. იქვე ახლა სუფრაზე არაფერი არ მიკითხავს და არც იქნებოდა რაღაცა ეთიკური ჩემი მხრიდან, მაგრამ დასრულდა სუფრა და რაღაც გავესაუბრეთ, ეს რატო გააკეთე მეთქი, ეს რატო დააყენე ერთ სიბრწყეში მეთქი და ამ ახალგაზრდა თამადა კაცმა მითხრა, რომ იცი რა, სუფრაზე ყველა თაობის ადამიანი იჯდა და მე მინდოდა, რომ მათი ხსოვნისთვის პატივი მეცა. ხო, ცოტა ვიკამათეთ და სწორედ აი აქედან მინდა გავაკეთო ეს გადასვლა, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვსვავთ სწორ დიაგნოზს ჩვენი ისტორიიდან. ჩვენი მეხსიერების პრობლემაა ყოველთვის იჩენს ხოლმე თავს და ვერ ვარქმევთ საჭირო სახელს იმას, რაც ხდებოდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. აი ორი დღის წინ დათო ტურაშვილთან მქონდა შეხვედრა და ესეთი რაღაცა თქვა, რომ ბედნიერი იქნები თუ სუფრაზე კარგი თამადა შეხვდა და ისტორია ნორმალურად მოგიყვა, მაგრამ თუ კარგი თამადა არ შეხვდა, ჩათვალე, რომ იმ სუფრიდან ვერაფერს წამოიღებ და უცოდინარი დარჩენია. სწორედ აი ამ ყველაფერს ემსახურება, რომ ჩვენ ცდარი დასკვნები არ გავაკეთოთ ჩვენი ისტორიიდან და ვიცოდეთ ის წარსული, რომელიც რეალურად ჩვენს გარშემო ხდებოდა. ჩვენი პაპების თაობის ისტორია ეს და დავიწყებული გვაქვს, ხო? ეგ კი არა 2008 წლის აგვისტოს ომი არ ახსოვს, ბევრ გორელს პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ დავდივარ ინტერვიუებზე, ხალხს წერდა დღეს სამწუხაროდ კითხვას სვამენ კიდევ 17 წელი გავიდა, ხო, რომ რუსეთი მტერია თუ არ არის მტერი. აი ამ კითხვასაც კი სვამს ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელსაც ბომბი თავზე იბომბებოდა ეს ქალაქი. ბევრს აღარ გავაგრძელებ, სიტყვას გადავცემ ირაკლის. მოკლედ გეტყვით, რომ დეკოლონიზაცია, დეკომუნიზაცია, დესტალინიზაცია შეიძლება აქვე ვთქვათ, რა პრობლემებს ვაწყდებით, რა ვიცით ამ ყველაფრის შესახებ და ძალიან მიხარია, რომ თინიკო გვერდწითელი ესწრება აქ ამ აუდიტორიას და რატომ მიხარია, ამას ირაკლი იტყვის ცოტა ხანში, იმიტომ რომ აშკარად შენი წინაპრები ამ ქალაქის კეთილდღეობისთვის იბრძოდნენ და ის გვარები და სახელები ითქმევა აქ ამ დარბაზში, ვიცი და ფიქრობ, რომ საინტერესო დისკუსია გამოგვივა. კიდევ ერთხელ ირაკლი ხვადაგიანი, ჩვენი სტუმარი, რომელიც გორის აი მივიწყებულ და ფერფლ დადებულ ისტორიაზე გვიამბობს. მადლობა ძალიან დიდი და რა თქმა უნდა ყოველთვის ამას
ვთქვათ, აქცენტს ვაკეთებთ, რომ ეს ჩვენ ვერაფერს ვერ შევძლებდით, რომ არა ზუსტად ის ადამიანები, ის ოჯახები, რომლებიც ამ ისტორიებს ინახავენ. გორი იქნება ეს, თელავი იქნება, ქუთაისი იქნება, ბათუმი, ოზურგეთი თუ ანუ სადაც გვიმუშავია, რა თქმა უნდა, მიდგომა არის, რომ ერთია, რაც შეიძლება დარჩენილი იყოს დოკუმენტურ წყაროებში, ხელმისაწვდომში. ან სადღაც საიმედო გამოკეტილ დოკუმენტებში საარქივო იქნება თუ სხვა ტიპის მასალა, მაგრამ მეორე არის აი მეხსიერება, ანუ რომელიც შენახული არის ამ პერიოდების და პროცესების თვითხილველების მიერ და მხოლოდ მას შემდეგ იღებს ფიზიკურ ფორმას, რაც ასე ვთქვათ, ამას ჩაწერ და აფიქსირებ, გადაიტან, ასე ვთქვათ, ვიდეო, აუდიო, ასე ვთქვათ, მატარებლებზე და ერთგვარ ბაზას შექმნია ამეთი ცოდნის და მეორე არის, რომ რაზეც ვისაუბრებთ ალბათ, როგორც ასე ვთქვათ, მოხსენების ნაწილში ასე კითხვა-პასუხის დროს, რომ ტოტალიტარიზმის და ამ ტიპის მემკვიდრეობასთან გამკლავების ერთ-ერთი გამოწვევა არის, რომ როგორც წესი, ძირითადი ნაწილი, რაც უკავშირდება წინააღმდეგობას, ნონკონფორმიზმს, სისტემასთან დაპირისპირებას, ამის შესახებ წყაროები, დოკუმენტები, ანუ არის ან სადამსჯელო, ანუ ამ ბრძოლაში და წინააღმდეგობაში დაღუპული ან დაზარალებული ადამიანების შესახებ, ან არის ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, კერძო სივრცეში, ან ოჯახებში შთამომავლებს თუ კი აქვს შენარჩუნებული და ამას ჭირდება მოძიება, ყურადღების გამახვილება, ამ ტაბუს და ტრავმის გადალახვა, რომ ეს პირიქით, ანუ მნიშვნელოვანი საამაყო, რაღაცნაირად უნიკალური ტიპის, თუნდაც ერთი ნაგლეჯი ფურცელი, რომელიც ამ ისტორიას ასახავს, ეს უკვე არის უძვირფასეს ისტორიული წყარო და აი ამითი უნდა, ასე ვთქვათ, ამოივსოს ეს შეიძლება ითქვას წყვეტა ჩვენ საერთო მეხსიერებაში და აი გოგამ შესავალ სიტყვაში ისაუბრა, რომ ზუსტად იმის გამო, რომ ეს მეხსიერება გაწყდა, ასე ვთქვათ, ამოჭრეს, ჩაანაცვლეს, რაღაცები მიაჩუმათეს, ან სხვანაირი და სისტემისთვის სასარგებლო ინტერპრეტაციებით ჩაანაცვლეს, ანუ ეს ქმნის, რომ ეს ღია კითხვებია ჩვენს ირგვლივ, ხო? არა თუ რაღაც 100 წლის წინანდელზე და ათწლეულების წინანდელ კონკრეტულ მასობრივ, ასე ვთქვათ, ტოტალიტარულ და საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე და აი ამ კამპანიებზე, არამედ აგერ, ხო? გუშინდელ დღეზეც კი ასე ვთქვათ, კონსოლიდირებული აზრი თითქოს საზოგადოებას არ აქვს და ეს ფაქტია, რომ როდესაც აი სულ პროპაგანდის, დეზინფორმაციის ამ ტიპის დიდი ტალღის ქვეშ არის ჩვენი საზოგადოება რუსეთიდან და რუსეთის ადგილობრივი, ასე ვთქვათ, სატელიტების ხელში, ცხადი არის, რომ საიდან უნდა ორიენტირდეს ადამიანი, ანუ სხვა ინფორმაციაზე უნდა მიუწვდებოდეს ხელი და სხვა დისკუსია, დღეს ჩვენ რასაც აქ ვაკეთებთ, ხო, ანუ კითხვები, მოსაზრებები, ინტერპრეტაციები ასევე უნდა ისმოდეს და კი არ უნდა ისმოდეს, პირიქით ეს უნდა იყოს დომინანტი, რომ რაღაცა ესეთ გარდატეხა მოხდეს, ხო? ნუ აქ თაობების საკითხიც ითქვა, ანუ განსხვავდება გამოცდილება და მზაობა სხვადასხვა თაობების, ერთია რომელსაც უცხოვრია იმ პერიოდში და რაღაცნაირად გაორებული ვთქვათ, მოცემულობა იყო ოფიციალური, ასე ვთქვათ, ვერსიები, ნარატივები ისტორიის, რა თქმა უნდა, პროპაგანდისტული და გაყალბებული. მეორე, რასაც ვთქვათ, სახლში ისმენ და ახლობლებისგან, ვისაც ან ოჯახის წევრებისგან, ან ესე ჩურჩული ცინამდვილეში რა როგორ იყო, შიში, აი ამ ტერორის ისევ გამოძახილი და ანუ აი ეს გამოცდილება უკვალოდ არ მიდის, ხო? ანუ არის რომ ფსიქოლოგიურად ბევრი ადამიანი ამას უმკლავდება, ანუ ეს წნეხის ეწოლა, ეს პროპაგანდისტული რაღაცა გარემო პირიქით мотиваციას უზრდის, რომ სინამდვილეში გაერკვეს და ნამდვილი, ასე ვთქვათ, ისტორია თუ ნამდვილი ინფორმაცია მოიძიოს. ნუ მეორე არის, რომ რაღაც მომენტში ადამიანი იღლება, რაღაცა ინდიფერენტული ხდება და ეს მოყვება მერე სინდრომად, რომ უკვე არაფერს აღარ ენდობა. ანუ ესეც არის ძალიან ცხადი, ასეთ გარემოში დაბადებული გაზრდილი თაობის მნიშვნელოვანი ნაწილს აქ აი ეს უნდობლობის სინდრომი გამოყოლილი, რომ აი რაღაცა რომ ესმის,
და რაღაც თუნდაც ელემენტარული ჭეშმარიტება, რომელიც ისმის როგორ თქვათ, გაბატონებული აზრი ან ინფორმაცია რაღაცას მატყუებენ, იმიტომ რომ მიჩვეულია, რომ ესაა გაბატონებული, მაგრამ qalbi პროპაგანდისტული დღის წესრიგის პირობებში ცხოვრობდა დიდი ხნის განმავლობაში. მე ეს არის ძალიან კარგი ნიადაგი კონსპირაციის თეორიებისთვის, ათასგვარი მანიპულაციებისთვის, რომელიც აი ყვავის ახლა ჩვენს გარშემო და აი ხა რა ვიცი, სოციალური ქსელები იქნება ეს თუ სხვა ახალი მედიები და ტრადიციული მედიაშიც, ანუ ეს არის ძალიან ესეთი როგორ თქვათ, საყვარელი ინსტრუმენტი, რომ ერთი მხრივ დააბნიო აუდიტორია, აი დაბომბო სხვადასხვა ამ კონსპირაციის თეორიებით, მერე რა თქმა უნდა ამას როგორც იტყვიან ჩაოფინო, აი ეს შეტყობინებები, რაზეც ვისაუბრეთ, ხო, რომ სინამდვილეში რაც გონიას ესე არ იყო, შენ ვინც მტერი გონია ის სინამდვილეში მოყარია და ასე შემდეგ, ხო, რა თქმა უნდა მივდივართ ისე ამ მეხსიერების ელემენტთან, საერთო მეხსიერების პოლიტიკის, მეხსიერების კულტურის, რის რა ველზეც მუშაობდა ჩვენი ორგანიზაცია და დღემდე მუშაობს თითოეული წევრი, მეგობარი, ასე ვთქვათ, ჩვენი მხარდამჭერები, ყველგან სადაც ასეთი სამუშაო ჩაგვიტარებია, ანუ ეს ზუსტად ამ საქმეს ემსახურება, რომ ხელმისაწვდომობა გაგვეზარდა ყველა ისტორიულ წყაროზე, დოკუმენტებზე, რომელიც არის აუცილებელი, რომ გავერკვეთ სინამდვილეში შესახებად რა როგორ იყო მე-20 საუკუნის განმავლობაში, განსაკუთრებით ოკუპაციისა და ტოტალიტარიზმის პერიოდში და პარალელურად რომ აი ეს შეგრძნება, რომ ჯერ კიდევ ეს წარსული ჩვენზე ახდენს გავლენას, ბევრი სინდრომია გამოყოლილი, კარგი ნიადაგი არის ის, ასე ვთქვათ, წარსული, რომ დღეს რუსეთმა ნებისმიერმა სხვა ტულად განწყობილმა ძალამ ამაზე მანიპულაციები ჩაატაროს, დეზინფორმაციის კამპანიები ააწყოს, იგივე სტალინის კულტი ვახსენეთ, ხო, ამაზე კიდე ახალი და ახალი კამპანიები დააშენოს, ხო, ამისი საპირწონე რა არის, რომ აი ჯანსაღი, კრიტიკული დისკუსია იყოს საზოგადოებაში, რომ რა მოხდა, რა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა და საზოგადოებამ 19-20 საუკუნის განმავლობაში, რა მსხვერპლი გაიღო იმ საყოველთაოდ იმედი მაქვს, რომ საყოველთაოდ და თავხდებით ყველა, რომ ეს ესეთი უნივერსალური ღირებულებებია, თავისუფლება, დემოკრატია, სამართლიანობა, კეთილდღეობა, ხო, რომელიც არის გამსაზღვრელი დემოკრატიული დასავლური ფუნდამენტური ხედვებისა სახელმწიფოს და საზოგადოების შესახებ, ზუსტად აი ამ ღირებულებების დამკვიდრებისთვის, დაცვისთვის რა მსხვერპლი გაიღო ჩვენმა საზოგადოებამ, რასაც დღეს ვცდილობთ ისევ რომ საბოლოოდ რაღაცნაირად ეს მოვიპოვოთ და განვამტკიცოთ და ისევ აი ეს დაპირისპირება გრძელდება, იმიტომ რომ აი საპირწონე ამისი არის რა, ხო, რაც გამოვიარეთ და ზუსტად აი ეს წარსული ამას გვაჩვენებს, ჩაგვრა, კოლონიური ჩაგვრა რუსული იმპერიის მხრიდან, შემდეგ ოკუპაცია, განახლებული წითელი რუსული იმპერიის მხრიდან და ტოტალიტარიზმის განზომილებაში უკვე ახალი ტიპის კოლონიზაცია, შემდეგ ამ ფაზის დასრულების შემდეგ მცირე რაღაც ესეთი გარდამავალი ჰიბრიდული ფაზა 90-იანი 2000-იანი წლების დასაწყისში და ისევ ხედავთ ანუ ამ რევანშისტული რუსეთის, რომელიც ყველა ამ გამოცდილებას აგროვებს და ერთმანეთში აქ გადაზელილი, ანუ ეხლა რამდენიმე დღის წინ იყო ვიდეო ფრაგმენტს მოვკარი თვალი, ანუ რა კონცეფცია შესთავაზა თანამედროვე რუსეთმა თავის მოსახლეობას ამ წარსულიდან გამომდინარე, ხო? ტიპური რუსი ასაკოვანი ქალი მოდის და პირჯვარს იწერს ლენინის ძეგლის წინ, ხო? ანუ ასე ვთქვათ, ან კომუნისტური პარტიის დროშებით და ასე ვთქვათ, სიმბოლიკით მოდიან ნიკოლოზ მეორის ხატით, ხო, რაც მისაღები არის, რაც აი ეს მოცემულობა არის, რომ როგორც იმპერიული, ცარისტული რუსეთის აი ეს სიმბოლოები
კონცეფცია და საბჭოთა რუსული იმპერიული ნარატივი, აი ძლიერების, სოფლიოს პოლუსად ყოფნის, კაცრი, ასე ვთქვათ, ხელის, რკინის ასე ვთქვათ, მართვის სტილი არის ერთმანეთში გადაზელილი და როცა ამას აქვს მთლიანად დაკავებული მთელი საზოგადოების უმრავლესობის თვალი და ყური 24 საათიან რეჟიმში, მე სრულიად ბუნებრივი არის, რომ აი შინაარსი რეალური ისტორიული ფაქტობრივი მხარე ამ სიმბოლოებს ერეცხება და ივსება იმ შინაარსით, რასაც დღეს აი ამ მთელი манипуляციის დამგეგმავები აკეთებენ, რომ აი ხო, აი ხატია, ესე იგი გასაგებია არის, რომ მის მიმართ აი ესეთი ინსტინქტური მორჩილება უნდა იყოს, სტალინის სახეა, ხო, აი ესეც სიმბოლო არის, რომლის უკანაც დგას ეს შეტყობინება, რომ აი მსოფლიო ლიდერობა, რაღაცა მითიური ომში გამარჯვება, კაცრი ხელი და ესე თითქოს სუპერგამართული ცენტრალიზებული, ასე ვთქვათ, სტრუქტურა და ძალაზე დაფუძნებული რაღაცა ესეთი სიამაყის განცდა და შესაბამისად, ანუ აი ესეთი როგორ ვთქვათ, ანუ დღის წესრიგი არის, რომელიც დღესაც ანუ ხედავთ, ხო? აგრესიული და ჩვეულებრივი ტოტალური ომის სცენარით მუშაობს, უკრაინაში იქნება ეს, ჩვენც ვიყავით ერთ-ერთი პირველი სამიზნე, ესეთი ცხელი ფაზის ამ ტიპის ომის, შემდეგ უკვე ჰიბრიდული ომის და ანუ ისევ და ისევ, ხო, რაზეც ვამბობთ, რომ ერთი არის, რომ რეალური განვლილი გზა ჩვენი სახელმწიფო საზოგადოების რისთვისაც მთელმა თაობებმა იშრომა და იომა და იბრძოლა, ხო, რომ ქონოდა საკუთარი ეროვნული, დემოკრატიული, ასე ვთქვათ, სამართლიანი სახელმწიფო, ცივილიზებული დასავლური, ასე ვთქვათ, სივრცის ნაწილი, დაცული და განვითარებული და მეორე მხარეს გვაქვს აი ეს რაღაცა, აი რაღაც რა ვიცი, ტოქსიკური, შეთითხნილი ნარევი, რომლის თავარი შეტყობინება არის, რომ შენ არავინ არ ახარ, შენ არც ქონია არასოდეს რეალურად არც დამოუკიდებლობა, არც სახელმწიფო, არაფერი, შენ უნდა იყო ყოველთვის ამ სივრცის ნაწილი, რაც არის რუსული სამყარო, ეს რუსკი მირ, რომელიც გთავაზობს ზუსტად ამას, რომ შენ გექნება რაღაცა ესე განსაზღვრული ადგილი და რაც საბოლოოდ დაკრისტალდა უკვე 19 და განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში და ზუსტად ამ სტალინური რუსული ტოტალიტარული სისტემის პირობებში, რომ შენ ხარ რაღაცა ეგზოტიკური არსება, როგორც რაღაცნაირად სასეიროდ არსებული რაღაც გასართობი ელემენტი, ესეთი ექსცენტრული, მხიარული, მოსულელო რაღაცა ეგზოტიკურ კოსტიუმში, ჩოხაში ჩაცმული არსება, რომელიც ცეკვავს ფერის, კარგი სუფრა ვახსენეთ, ხო? ანუ სუფრის გაძღოლა შეუძლია, აქვს ეს უნარი, რომ ასე ვთქვათ, მოელაქუცოს ყველას, დიდი რამბები უძღვნას, თან თავი რაღაცნაირად ამაყად ეჭიროს ესე მსახიობური პოზით და ამით გაართოს, ასე ვთქვათ, ძირითადი და პრივილეგირებული მკვიდრი აი ამ რუსული სამყაროსი, ეს არის ტიპური რუსი, რომელიც იმითი არის კმაყოფილი, რომ ესეთ მეორეხარისხოვან არსებასთან თავს უპირატესობას გრძნობს. რა თქმა უნდა, ტიპური რუსიც ამ შემთხვევაში დიდი უმრავლესობა არის უუფლებო და მორჩილი ამ ვერტიკალის, მაგრამ მას ყავს აი ეს ერთგვარი მეორე რანგის, მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები ირგვლივ, რომლის მიმართაც ექნება ეს უპირატესობა. შეგრძნება, რომ ის შენთვის, ასე ვთქვათ, მუშაობს, ის შენს გართობაზე და შენი უპირატესობის დამტკიცებაზე არის, ასე ვთქვათ, ორიენტირებული, ხო? და ეს მე რა თქმა უნდა ითარგმნება და გამოიყენება დღესაც, აი ეს კარგად ჩაბეჭდილი არის ეს შეგვიძლია ვთქვათ, ეს გაფრანჭულ ტერმინებს თუ გამოიყენებთ, კონსტრუქცია, ანუ სახე, ხო? რა არის შენი ადგილი ამ სივრცეში, ამ განზომილებაში, როდესაც შენ ხარ რუსეთთან ერთად, ხო? და კიდევ ერთხელ ეს არ არის ხორდოთ, რა ვიცი, საბჭოური და სტალინური გამოგონება, წინაპირობები იყო ამისი რუსული იმპერიის და იმპერიალიზმის და კოლონიალიზმის დროს, ანუ ეგზოტიზაცია, ხო? აი განაპირა არასრუსული ზონების კავკასიის, რომ აი რაღაცნაირად აი ესეთი ხალხი არიან, რომლებიც
თუ აგრესიულია მაგალითად ჩრდილოკავკასიელი ხალხები რელიგიის გამო, სოციალური მოწყობის გამო, ჯერ კიდევ შუა საუკუნეობრივი გასამხედროებული ცხოვრების წესის გამო, ისინი ფიზიკურად უნდა გავაქროთ, ანუ ჩვეულებრივი გენოციდური პოლიტიკა არის და ეს კულტურაშიც არის გატარებული და რომლებიც შედარებით წყნარი და ახლოს დგომი არიან რელიგიური და კულტურული ფაქტორის გამო, ხო, აი ესეთი ფუნქცია უნდა შეიძინონ, რომ რაღაცნაირად აი ეს ცხელი, მზიანი, სამხრეთული ტემპერამენტიანი, სტუმართმოყვარე, საკურორტო, ასე თქვათ, ხალხის და ფენის წარმომადგენლები უნდა იყონ. და ეს, რა ვიცი, ლიტერატურაში, მხატვრობაში, ანუ სულ აი ეს ხედვა დომინირებდა, რა თქმა უნდა, მე საბჭოეთმა უფრო მაღალ რანგში აიყვანა ეს პოლიტიკა, საერთო ნაციონალური პოლიტიკის ფარგლებში უკვე კინემატოგრაფი შემოდის, აქ აი ესეთი როგორ თქვათ, ანუ სტანდარტული კლიშეებით, როგორი არის სამხრეთელი და ქართველი იქნება ეს თუ აზერბაიჯანელი თუ სომეხი თუ ჩრდილოკავკასიელი აი ამ განზომილებაში. მე თითქოს რაღაცნაირად ამას ვარ ვუთხარით და დავივიწყეთ 80-იანებში და 90-იანებში, მაგრამ დღესაც უკვე სხვა ინსტრუმენტებით აი ეს манипуляციები შემოbrunდა და ეხლა თუ დავაკვირდებით ეს არც უნდა ამას რაღაცა განსაკუთრებული ძალისხმევა, ყველა ის ასე ვთქვათ, ფსევდო ურაპატრიოტული, ანტიდასავლური და ქართველობაზე გულზე მღიჯის მრტყმელი რაღაცა ჯგუფები, რომლებიც პოზიციონირებენ, რომ აი ჩვენ პატრიოტები ვართ, ჩვენ ნამდვილი ქართველები ვართ, რა სქემაში ჯდებიან, როგორ წარმოაჩენენ საკუთარ თავს, ხო, ზუსტად აი ამ კომფორტულ რუსულ იმპერიულ კოლონიურ სქემაში, რომ მე ევროპელი არა ვარ, არც აზიელი არა ვარ, ვარ კავკასიელი და კავკასიელი რას ნიშნავს, ხო? როლ მოდელი არის აი ეს ჩოხიანი, მრისხანე გამომეტყველების ჯიგიტი, რომელიც ცეკვავს ხერის, სუფრა ხაჭაპური, რაღაცა თითქოს საშიშად გამოიყურება, მაგრამ რუსეთთან არის ძალიან კარგად, ანუ რუსეთთან ლაგდება და ანუ ეს არის მისი კომფორტის ზონა, როგორც ეს როლ მოდელები არის, რაღაც კადიროვის ჩეჩნეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ისევ ამ სცენარით, ისევ ამ ასე ვთქვათ, მზა რეცეპტებით, რა თქმა უნდა, გადამუშავებული, ახალ ტექნოლოგიებზე მორგებული, ანუ ეს მეხსიერების ომი შეიძლება ასე დავარქვათ, რაღაცა კულტურული კოდის დაბრუნება, ვერ დაბრუნების დაპირისპირება ისევ გრძელდება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ძალიან ესეთი დიდი სპექტრი არის გამოწვევების და ისევ ანუ ისტორიულ მეხსიერებას, ცოდნას თუ რა იყო რუსული იმპერიული კოლონიალიზმი цаრისტული რუსეთის დროს და შემდეგ უკვე საბჭოთა რუსული ტოტალიტარიზმის ასევე ნაციონალური პოლიტიკა და კოლონიური პოლიტიკა და ასევე რა ტიპის ტერორი, რეპრესიები, მასობრივი განადგურებები, წმენდები ხორციელდებოდა ამ პოლიტიკის ფარგლებში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რაღაცა ესეთი დალაგებულად წარმოვიდგინოთ მთელი ეს სურათი და ცხადია ახლა ეს არის, რომ აი აქ რო დავბრუნდეთ, მოდი გორში ირაკლი, რომ გასაგებია ზოგადი სურათი და მიმოხილვა, ხო, ისტორიული მიმოხილვა, მაგრამ ხო, დისკუსიები გორზე, ხო? და ამ ქარტეხილმა ეხლა რაზეც საუბრობდის, გადაუვარ ამ ქალაქსაც და გვაქვს დაკარგული ადგილები, მოდი პირდაპირ თქვით, ხო? აი საძმო სასაფლაოზე შეიძლება დავიწყო საუბარი. მე თვითონაც არ ვიცოდი. ხიდთან, აი სადგურის ხიდთან არსებობდა, მაგრამ დღეს არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ იქ განისვენებდნენ აი საქართველოს, აი მაშინდელი ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი გმირები და ჩვენთან მოქალაქეები. კი, რა თქმა უნდა, და ანუ ესეთი პატარა, როგორ ვთქვათ, პატარას ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ რაც არსებობს ჩვენი ორგანიზაცია ამ ტიპის კვლევები და პროექტები ფაქტობრივად უწყვეტი არის და მიდგომა, რომ ანუ ამ ამბების, ამ პროცესების, ამ ისტორიების კვალი, რომელიც არის ჩვენ საცხოვრებელ სივრცეში, ხო, ქალაქი ინახავს ამ მეხსიერებას, ოღონდ ინახავს როგორც თეორიულად და როდესაც მოიკვლევ, მოიძიებ, დააზუსტებ, დაამაგრებ ამას ვირტუალურად თუ ფიზიკურად, მე იმ ადგილებში, სადაც ესა თუ ის მოვლენა მოხდა, ცხადი არის, რომ მე ეს იქცევა საგანმანათლებლო რესურსად, ხო, მით უმეტეს თუ კი ისტორიული საგანმანათლებლო მარშრუტების ორგანიზება
ხდება მე ამ წერტილების მიხედვით, რასაც ასე ვაკეთებთ და აქ იყო ეს საპილოტო ვერსია, რომ ანუ ადგილზეც ასე ვთქვათ ინიციატივები გაიზარდოს და უფრო გაღრმავდეს და გამრავალფეროვნდეს ამ კუთხით ცოდნა და ესეთი საგანმანათლებლო მუშაობის პრაქტიკა. ანუ ეს ჩანაფიქრი დგას ამ ყველაფრის უკან და ცხადია, ხო, ანუ ის კვალი, რომელზეც საუბრობთ, ოკუპაციის, ტოტალიტარიზმის, მეხსიერების წაშლის, ჩანაცვლების, ასე ვთქვათ, გადაკეთების, ანუ ზუსტად ამაზე ლაპარაკობს, ხო? არის ნაწილი პროცესების და მოვლენების, რომელიც საერთოდ გაქრა და წაიშალა, ხოლოდ იმ თაობას თუ ეცოდინებოდა და ემახსოვრებოდა, რომელიც თვითხილველი იყო, თქვა 20-იანი წლების და ცოტა ადრინდელი მოვლენების და სამწუხაროდ უკვე რაც ჩვენ ვარსებობთ და მუშაობთ, უკვე შეუძლებელი იყო ამ თაობასთან ესე აქტიური მუშაობა. ნუ მე არის რომ უკვე მათ მომდევნო თაობასთან ესე პირი გადმოცემების სახით ასე თუ ისე მაინც ფიქსირდებოდა და საბოლოო ჯამში გამოდის რომ არის სულიად დაკარგული და წაშლილი ნაწილი, რომლის რეკონსტრუქცია ხდება და დაბრუნება საერთო მეხსიერებაში და მე რაც უფრო აქეთ მოვდივართ 30-იანი 40-50-იანი წლები იქნება, აქ უფრო არის სურათი რომ რაღაცა რა თქმა უნდა უფრო ხელშესახებია, მეტნაკლებად ცოდნა არის, ოღონდ აი ეს კონტექსტი მე უკვე ცოტა ესეთია წინააღმდეგობრივი, ხო, ისევ აი ამ გაყალბებული ისტორიოგრაფიის, დეზინფორმაციის გამო, მანიპულაციების გამო, ხო, იგივე თქვათ 1956 წლის მარტის პროცესები როგორ შეგვიძლია გავიგოთ და აღვიქვათ, ხო, ანუ ეს საკმაოდ ისეთი. ხო, ფოტოებს შენარჩუნებულია არა მარტო თბილისში, გორშიც დიდი მიტინგები იყო და შეიძლება ითქვას, რა ვიცი, დიდი რაოდენობა საზოგადოების ფოტოებით ვიცით, გამოსული იყო ცენტრალურ. ხედავთ, ეს მithumetes თვითხილველ თაობასაც ახსოვს, თუმცა ეს საერთო სურათი, რომ რა პროცესების ნაწილი არის, წინაპირობები რა იყო, რა შედეგები მოიტანა, ეს არის უკვე ის, რაც აი ესეთი ცოცხალი, აქტიური, ხანგრძლივი დისკუსიის, კვლევის, საგანმანათლებლო პროგრამების და პროექტების ნაწილი უნდა იყოს, თუმცა რა თქმა უნდა ამისი თავარია პირველი ნაბიჯები გადაიდგას, მე რა თქმა უნდა ეს უფრო და უფრო შესაძლებელი გახდება. თუ კი გარემო ამისთვის არის ხელშემწყობი. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ იმ დროს და იმ პირობებში, როდესაც არათუ ხელშემწყობი არის გარემო ამისთვის, არამედ პირიქით, მტრულად განწყობილი და რეპრესიული, ხო? საუბრობთ რომ რაღაცა ისეთი მოვლენები, პროცესები, ფაქტები, ადამიანების შესახებ ტოტალიტარული და საოკუპაციო რეჟიმის ხერხის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიძიო, რომელიც ჩვეულებრივად ფიზიკურად მოსპეს და მეხსიერებას გააქრეს მათ შესახებ, ხო? და საიდან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წყარო არის საარქივო დოკუმენტები და უკვე ჩვენ ვართ იმ განზომილებაში, რომ 2 წელია ფაქტობრივად ეს არქივები ყოფილი კგბ-ს, საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი და კომუნისტური პარტიის ცენტრალური არქივი, აი აბსოლუტურად უპირობოდ საჭირო და მნიშვნელოვანი და ექსკლუზიური მნიშვნელობის არქივები ამ თემატიკის გარშემო არის დაკეტილი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და რა თქმა უნდა ცხადია, არანაირი ახსნა-განმარტება არ ჭირდება ამ პირობებში, ვიცით რა ხდება ჩვენს გარშემო, რომ გვესმოდეს, რომ ამ პროცესის ნაწილია, რომ ეს არის უკვე ესეთი სიგნალი, რომ ეს თემა ამ მიმართულებით კვლევა და საგანმანათლებლო მუშაობა არის მიუღებელი და უნდა შეწყდეს, ხო? ამის პარალელურად, ანუ რითი შეიძლება ამის დაკომპენსირება, ისევ და ისევ, ხო, ანუ მეხსიერებით, ზეპირი ისტორიებით, საოჯახო დოკუმენტებით, კოლექციებით და ასე ვთქვათ, ალტერნატიულ წყაროებით, ოღონდ ესეც დამოკიდებულია ძალიან დიდ ძალისხმევაზე, ხო? ანუ რაღაცნაირად დაქსელილი უნდა გქონდეს, ერთმა რესპონდენტმა უნდა გაგიყვანოს მეორეზე და უბრალოდ იქაც რომ მიხვიდე, რომ მიხვდე, იპოვნო, ვინ გჭირდება, ვისთან რა შეიძლება იყოს, ამის დიდი ორიენტის გაძლევა ზუსტად ეს არქივო მასალები, რომ იცოდი, რომ აი მაგალითად, როცა გორზე ვიწყებდით მუშაობას, აი სულ
ზუსტად წინა თვეებში უკვე ჩაიკეტა ეს არქივები და რაღაცების პირველადი მოკვლევა და ასე ვთქვათ მოპოვება მოახერხეთ მასალებით, რომ ანუ მინიმუმ მაინც იცი, რომ 20-იან წლებში აქედან ცენტრში გადაგზავნილი ვისი საარქივო საქმეები იყო და ეს გაძლევს მე ინფორმაციას ანკეტიდან გამომდინარე დაპატიმრებულის, რომ გორში ცხოვრობდა თუ გორის მაზრიდან იყო გორში ჩამოყვანილი დაპატიმრებული და მე თბილისში გადაგზავნილი თუ ასე შემდეგ და მე იქედან შეგეძლო დაგეწყო ძებნა, რომ აი შთამომავლები არიან თუ არ არიან, სად არიან, მე ზეპირი ისტორია ჩაგეწერა, მე საოჯახო კოლექცია თუ დარჩა ფოტოები ან სხვა დოკუმენტები გაგეციფრულებია, ხო? ანუ აი ეს ძალიან უკვე რთული და ხშირ შემთხვევაში უკვე შეუძლებელი და ძირითადად შეუძლებელი გახდა. ნუ ამ პირობებში რაღაცა მოახერხეთ მაინც მით უმეტეს ეს გასული წლიდან და მით უმეტეს ამ წლის განმავლობაში ოფიციალურად ვიმუშავეთ ამ პროექტზე საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით და ეს ძალიან დიდი საბაბი გახდა რეჟიმის პროპაგანდისტული მედიის და რეჟიმის წარმომადგენლებისთვის, რომ აი რაღაცა დიდი შეთქმულება დაენახათ ამის უკან და ჩვეულებრივი ნიაღვარი იყო შეტევის და ასე ვთქვათ ვერბალური მუქარების რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, რომ აი ეს ორგანიზაცია ბოროტი დასავლური დაფინანსებით მუშაობს და სინამდვილეში რევოლუციას აწყობენ, ის კი არა რაღაცა ასე ვთქვათ ისტორიულ საგანმანათლებლო მარშრუტის შექმნაზე მუშაობენ. ცხადია, ნუ ამ პირობებში შევძელით, რომ აი პირველადი კონცეფცია, პირველადი საპილოტე მარშრუტი გავაკეთებინა, რომელიც მისდევს უბრალოდ აი ამ ლოგიკას, რომ როგორ იწყება ოკუპაცია 21 წელს და ტოტალიტარული სისტემის დამყარება რუსულის საქართველოში, რომელიც მანამდე აშენებდა თავისუფალ დემოკრატიულ დასავლური ტიპის სახელმწიფოს და საზოგადოებაც ესეთ პროფილის იყო, როგორ წაშალა მეხსიერება ამის შესახებ, როგორ იბრძოლა ამ საზოგადოებამ თავის დასაცავად, აღგირებულებების დასაცავად და დამოუკიდებლობის აღსადგენად, როგორ ჩაახშეს ყველა ესეთი ცდელობა, შემდეგ უკვე გაძლიერებულმა რეჟიმმა რა ტიპის მასშტაბური წმენდები და განადგურების კამპანიები აწარმოა 30-იანი წლებიდან მოყოლებული დიდი ტერორის ჩათვლით, განსაკუთრებით 27-28 წლებში, შემდეგ ომის შემდეგ ახალი ასე ვთქვათ მასშტაბური წმენდები და ნუ მერე უკვე პლუს გამომდინარე იქიდან, რომ გორის სპეციფიკა ეს არის, რომ ძალიან ასე ვთქვათ დაზიანდა ჩვენი პერსპექტივიდან, ხო, ეს ქალაქი სტალინის კულტის აი ამ დომინაციით, როგორც მისი დაბადების ადგილი, როგორც ესეთ ფოკუსში იყო სულ საბჭოური სტალინური პროპაგანდის და ისტორიოგრაფიის, ნუ ამ თემასაც ეხება, რომ აჩვენოს როგორ იწყებოდა ეს, ანუ 30-იან წლებში ასევე პირველი ესეთი ფუნდამენტური ნაბიჯები და აქ გორში რა გადაიდგა სტალინის კულტის ასე ვთქვათ გაძლიერება და დამკვიდრებისათვის, ხო და აი ეს საძმო სასაფლაოს შესახებ საიდანაც იწყება ტური, ხო, ანუ ძველი ქალაქის თავარ ხიდთან, რომელიც რკინიგზის სადგურს და დასახლებას და მაშინდელი ქალაქის ცენტრალურ ზონას აკავშირებს. ესეც ჩვენთვისაც იყო ესეთი საინტერესო და მოულოდნელობა კვლევის განმავლობაში, რაც აჩვენებს, რომ საერთოდ 1921 წლის ოკუპაციამდე, ანუ ეს მაშინდელი სახელმწიფო მეხსიერების პოლიტიკა დამოუკიდებელ საქართველოს ესეთი ჰქონდა, რომ აუცილებლად სამშობლოს დაცვისთვის დაღუპული გმირების ხსოვნის უკდავყოფა იყო, ასე ვთქვათ, კულტურის ნაწილი, პოლიტიკური და სამოქალაქოსი, ხო? ანუ ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცები იქნებოდნენ ეს გვარდიელები თუ მოხალისეები თუ ასე შემდეგ. იმ ნაწილის, რომელზეც ვთქვათ, ოჯახები იქნებოდნენ თანახმარო რაღაც ან საგვარეულო სასაფლაოზე მაინც და მაინც არ დაეკრძალათ, დამკვიდრდა ეს კულტურა, რომ აი იმ სპეციალურად მოწყობილ გმირების საძმო სასაფლაოზე ამ პანთეონში დაკრძალავდნენ. ესეთი საძმო სასაფლაოები იყო თბილისში, ნაძალადევის საძმო სასაფლაო, გვარდიელების და მოხალისეების და ესეც ისე გააკრეს, რომ დღეს ეს მიახლოებით ვიცით ამისი კვალი. 21 წელს ომში, რუსეთთან ომში
სანამ თბილისის გარშემო ებრძოლები და ალყა ამ ბრძოლებში დაღუპული გმირების დაკრძალვა მოხდა დღევანდელი პარლამენტის ტერიტორიაზე მდგომი სამხედრო ტაძრის ეზოში და მათ შორის მარო მაყაშვილის სახელი ყველა მიცის უკვე, ანუ აი ამ ჯგუფის, ასე ვთქვათ, საძმო სასაფლაო მოეწყო იქ და პლუს შემდეგ თბილისის ოკუპირების და შემდგომი კვირების განმავლობაში ისევ გრძელდებოდა იქ გმირების, დაღუპული გმირების და ასე უცნობი ჯარისკაცების დაკრძალვა. აღმოჩნდა, რომ ესეთი საძმო სასაფლაოები იყო ქუთაისშიც, იყო ოზურგეთთან ვაშნარის საძმო სასაფლაო 1918 წელს ოსმალეთთან ომში დაღუპულების და შემდგომ უკვე ანუ ის როგორც მეხსიერების ადგილი ესე იყო და ყოველთვის ტარდებოდა იქ ესეთი ხსოვნის ცერემონიები და ხაშურთანაც არის გორათის ძმათა სასაფლაო ამავე პერიოდში მოწყობილი და აი ეს ასე ვთქვათ პირამიდისებური ასეთი სიმბოლური ძეგლი ამ საფლავზე დღესაც არის შემორჩენილი. რა თქმა უნდა, უბრალოდ მერე ესე მარტივი არ აღმოჩნდა მისი მონგრევა და მოშორება, ან როგორც ჩანს, მაინც ადგილობრივმა საზოგადოებამ უპატრონა. ანუ ეს კულტურა ნამდვილად იყო და ცხადია, რომ აღმოჩნდა წყაროები მაშინდელ პრესაში, რომ გორშიც არსებობდა ესეთი საძმო სასაფლაო. ეს ცენტრალური პრესის, ანუ თბილისში გამომავალი მაშინდელი გაზეთების მასალებიდან გახდა ცნობილი. სამწუხაროდ გორში ადგილობრივი გამოცემები იმ წლებში არ იყო, რომ უფრო დეტალურად შეიძლება ყოფილიყო რაიმე ცნობა. ოღონდ მითითებული არის, რომ ეს არის რკინიგზის ხიდთან არსებული, ასე ვთქვათ, ძმათა სასაფლაო და მაშინდელი ფოტო ან ცოტა უფრო გვიანდელი ან მიახლოებით ამავე პერიოდის ფოტომასალის ანალიზის, ქალაქის გეგმების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ დაახლოებით ესე ვასკვნით, რომ აქეთ ამ მხარეს უნდა ყოფილიყო, რომელიც ახლა რაღაცა ეს სკვერის სახით არის. რა თქმა უნდა, შეიძლება ამ საფლავების დიდი ნაწილი რაღაც პერიოდში დაზიანდა ან გაქრა სანაპირო ჯებირების მშენებლობის და ასე შემდეგ გამო, თუმცა სიმბოლურად მეტნაკლებად ვიცით, რომ ამ ადგილას უნდა ყოფილიყო ესეთი სიმბოლური ადგილი პირველი რესპუბლიკის და საერთოდ დამოუკიდებლობის და სახელმწიფოს საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ადგილი. და პირველი დაღუპულები, რომლებიც იქ დაკრძალეს, ეს ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ხდება. ეს არის სანდრო კეცხოველი, კოსტა ყაზიევი და კიდევ სხვები, რომლებიც 18 წლის მარტში დაიღუპნენ ცხინვალში, იქაური, ასე ვთქვათ, ბოლშევიკების ასევე წაქეზებული ანარქიული გამოსვლების და ამბოხების დროს, რომლის შეჩერებასაც ცდილობდნენ მოლაპარაკებების გზის და აი ამ დროს მათ, ასე ვთქვათ, ფიზიკურად გაუსწორეს ანგარიში დახოცეს, ვინც მოიხელთეს ხელში ამ ამბოხებულმა პრობლემა და შემდეგ ამ ამბოხების ნეიტრალიზება უკვე ახლა ჩამოყალიბებულმა სახალხო გვარდიის ნაწილებმა შეძლეს და დაღუპულების ნაწილი სანდრო კეცხოველი და ის სხვები, ვინც არიან ამ წყაროებში მოხსენიებული, აი ესე დაკრძალეს და ამითი დაიწყო ამ საძმო სასაფლაოს არსებობა. თუმცა ცხადია, რომ მერე უკვე მომდევნო პერიოდის განმავლობაში 18, 19, 20 წლის განმავლობაში დაღუპული, ასე ვთქვათ, გმირების საფლავებიც იქ იქნებოდა წესით, ესეთი საერთო კულტურა არის, ხო? და ანუ ეს არის ერთ-ერთი ნიმუში, რამდენად გაქრა ეს მეხსიერება, ცხადია ახლა, რომ საოკუპაციო რეჟიმისთვის მიუღებელი იყო, რომ ესეთი ხსოვნის ადგილი ყოფილიყო, სადაც საზოგადოება თავის პროტესტს გამოხატავდა, გმირების ხსოვნის პატივისცემა ცხადია აღიქმებოდა როგორც რეჟიმთან დაპირისპირება და ესეც იყო პირველ წლებში, მაგალითად თბილისში, რაც ვიცით დოკუმენტური მასალებიდან და წყაროებიდან გამომდინარე 21-22 წლების განმავლობაში ზუსტად ესეთ ადგილებში იკრიბებოდნენ საპროტესტო დემონსტრაციების განმავლობაში, მაგალითად მოსწავლეები, რომლებიც პროტესტის ნიშნად 11 თებერვალს, ანუ ომის
დაწყების და ოკუპაციის დაწყების თარიღის გასაპროტესტებლად გამოდიოდნენ ან 12 დეკემბერს გვარდიის დღე რაც იყო ოკუპაციამდე იმ დროს ატარებდნენ საპროტესტო დემონსტრაციას და ცხადია ანუ ესე აიკრძალა განადგურდა წაიშალა ეს კვალი და დღეს უკვე რაღაცა თეორიული შანსები გვაქვს რომ ასე ვთქვათ დავაფიქსიროთ და შემდეგ შევინახოთ და აღვადგინოთ ცოდნა ამ პროცესების და ამ მემკვიდრეობის შესახებ. ანუ ამ ხრივ ძალიან საინტერესოა თქვენს კვლევაში პატარა გამოცემაში, რომელიც ვნახე გადაცემის აი ამ დისკუსიის ჩაწერამდე მარო ხურგანაშვილის დღიური ადამიანი, რომელიც აღწერს როგორ შემოდიან გორში ოკუპანტები და როგორ იქცევიან. და პირველი ჩემი ასოციაცია წავიდა 2008 წელს აგვისტოს ომთან და იმ კადრებთან, რაც ნანახი გვაქვს, მარადიორობა. როგორ იპარავენ და თენგო გოგოტიშვილის ცნობილი კადრი, ხო? როგორ აცლის ჯიბიდან კოსტუ ჩანგალს, ხო, იქ ერთ-ერთ ოკუპანტს. და ეს ქალიც მარო ხურგანაშვილი აღწერს როგორ შემოდიან, როგორ ძარცვავენ, როგორ ანადგურებენ, მოდი ასე ვთქვათ, პირდაპირ გორს, ქალაქს და ესეც ვფიქრობ უნიკალური აღმოჩენაა და ალბათ ეს უნდა ამოვბეჭდოთ და სადღაც უნდა ვაკრავდეთ ამას, სადღაც ოფისებში, რომ ეს მუდმივად იყოს ეს მეხსიერება, როგორ მოვიდა და საბჭოთა ისტორია სულ სხვა რამეს გვასწავლიდა, ხო? მოვესწარი იმ სკოლას, სადაც გვეუბნებოდა, რომ აი კლასობრივი ბრძოლის შედეგად მოვიდა ის რა ქვია საბჭოთა არმია, მე-11 არმია შემოვიდა საქართველოში და გაათავისუფლა საქართველო. და სინამდვილეში აქ ცხოვრები ქალი აი რას აღწერს გვიამბობს ახლა იქ. ანუ საერთოდ ამ ტურის კონცეფცია არის როგორ რაღაცა ამ გამოცდილებით რომ ეს მარშრუტი ორგანიზდეს რაღაც ესე უნდა იყოს ტერიტორიულად ახლოს ეს ადგილები რომელიც ამ ისტორიას ინახავს და გარკვეულწილად ცოტა ქრონოლოგიურადაც ერთმანეთს უნდა მისდევდეს რომ ესეთი მიმოხილვითი ხასიათი ჰქონდეს განვითარება ჩანდეს პროცესების და მოვლენების და ესე სიმბოლურად ამ გიმნაზისტი გოგონას დღიური, რომელიც შთამომავლებმა ფრაგმენტები, ასე ვთქვათ, შეინარჩუნეს და შეინახეს ჩვენმა რესპონდენტმა და მეგობრებმა კახა ხიმშიაშვილმა ის სანათესაოს, ასე ვთქვათ, ხელში არის ეს დოკუმენტი, ანუ თავის დროზე გაგვიზიარა, გავაციფრულეთ და ანუ გადაბეჭდვაც და მომზადებაც ტექსტურად მიდის ამ ჩანაწერების, ეს არის ფრაგმენტები სამწუხაროდ, იმიტომ რომ საუბარი არის გიმნაზიის მოსწავლე გოგონაზე, სადღაც 13 წლის არის დაახლოებით ამ დროს და ეს არის ყოველდღიური რაღაცა ესეთი, ხო, ანუ დღევანდელი ტერმინით რო თქვა, თინეიჯერის დღიური, რომელსაც წერს, ესე ვთქვათ, ქაღალდი, რაც რისი მოპოვება შეძლო და ძირითადად ეს არის რაღაცა იმ ყოფილი რუსეთის იმპერიის ესეთი სატყეო სამმართველოს თუ ამ ტიპის ბლანკები და ფაქტურები, რომელიც უკანა გვერდის უფთა არის და იქ არის ფანქრით ნაწერი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ყოველდღიურად ჩანიშნული რაღაც პროცესები. თან ეს ძალიან პირადი ამბავია, ხო? ანუ მოსწავლე გოგონა გორში მცხოვრები თავის ოჯახთან ერთად რაც აწუხებს და აღელვებს ყოველდღე, ხო, სკოლაში რა ხდება, გიმნაზიაში, მეგობრებში, ოჯახში რა მდგომარეობა არის და აი ეს ფრაგმენტები აღმოჩნდა, რომ დიდწილად არის 920 წლის მიწურული და 21 წლის დასაწყისი და მათ შორის რა თქმა უნდა თებერვალი, მარტი, რომლის დროსაც ანუ ეს ომი მიდის საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის. ქალთა გიმნაზიის მოსწავლე იყო და ეს გიმნაზია იყო განთავსებული, რაც ფოტომასალიდან დავადგინეთ ყოფილ სასულიერო სასწავლებლის შენობაში, სამეფო ქუჩაზე, ცნობილ
ასე ვთქვათ, корпуსში, სადაც თავის დროზე მომავალი დიქტატორი და ასე ვთქვათ, მონსტრი სტალინი სწავლობდა ახალგაზრდობაში, ბავშვობაში და ეს ძალიან სიმბოლურად არის ეს ერთმანეთზე ეს ისტორიები დაყრდნობილი და ანუ ეს ძალიან საინტერესო დღიური არის, ანუ ძალიან იშვიათია, რომ ამ დღეების, ამ პროცესის თვითმხილველის და მით უმეტეს ბავშვის ჩანაწერები მოიპოვებოდეს. მარო მაყაშვილის დღიური ცნობილი არის, ოღონდ დღიური არ მიდის ომის სურათების აღწერასთან, იმიტომ რომ პირველსავე კვირაში დაიღუპა მარო და ფრონტზე დიდი ალბათობით კი აწარმოებდა ჩანაწერებს, მაგრამ არ გადარჩა ეს ნაწილი, მხოლოდ ერთი წერილი არის ფრონტიდან გაგზავნილი ოჯახისათვის, რომლის ფრაზაც ყველამ ვიცით, გავიმარჯვოთ სახელოვნად რომ თავდება და მარო უხურგუნაშვილის ეს დღიური არის ამ მხრივ უნიკალური, რომ აქ გორიდან და თვალით ნახა, ხო, ეს კი, ჯერ რო აი ეს ომის შესახებ როგორ გაიგო აქ საზოგადოებამ, როგორი მობილიზაცია არის ქალაქში, როგორ გროვდება რაღაცა შემოწირულობები ფრონტისთვის, ტანსაცმელს დამატებით აგროვებენ, ვინ აკეთებს ამას, სად ხდება ეს ყველაფერი, რასაც ხედავს ეს ბავშვი, ესე აღწერს. მერე ნელ-ნელა ეს ფრონტი როგორ მოდის აქეთკენ და როგორ ჩნდებიან უკან დახეული არმიის ნაწილები, მათი ოჯახის წევრების, ასე ვთქვათ, ვინც ფრონტზე არიან, ნათესავები, მათთან მოდიან, რა ამბებს ყვებიან, როგორი იყო ეს ბრძოლა, განწყობები როგორი არის, ხო, შიში, პანიკა, გაურკვევლობა რა იქნება, იმედები, როცა აი ჯერ კიდევ გაზეთების ასე ვთქვათ, ბეჭდა გრძელდება ქართულის და ეს გაზეთები აღწევენ აქაც გორში და იქ არის ცნობები, რომ აი რაღაცა ფრანგული ფლოტი არის დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვისპირეთში, იქ ბრიტანული რაღაცა წყარო არის, რომ რაღაც შეშფოთება გამოთქვა, ასე ვთქვათ, ამ სახელმწიფომ აქაური ამბების გამო ეს როგორ ზრდის იმედს და მოლოდინებს და პლუს აქ ძალიან კარგად ჩანს მერე რაც უფრო ფრონტი ახლოს მოდის, მერე ბრძოლები არის გორის გარშემო ამას აღწერს, როგორ ასე ვთქვათ გადადიან, როგორ ცდილობენ რომ გავიდნენ ქალაქიდან, რა თქმა უნდა, ვისაც დიდი შიში აქვს მოსალოდნელი დარბევის და ასე ვთქვათ ხოცვა-ჟლეტის და ვინც ვერ ახერხებს ცენტრალური უბნებიდან ქალაქის როგორ გადიან გარე უბნებში, რომ სადღაც აი ესეთ ქოხებში და მიწურებში შეაფარონ თავი, სადაც თითქოს ნაკლები საფრთხე ემუქრებათ და პირველსავე ჯერზე იმ უბნების ასე ვთქვათ ჭხრეკას და დარბევას არ დაიწყებენ და როგორი შიში არის და აქ ძალიან კარგად ჩემთვის რაც საინტერესო იყო ამ დღიურის წაკითხვა გაშიფვრის და ამ ტურისთვის გამოყენების პროცესში, რომ ძალიან კარგად ჩანს, რომ აი თაობების განსხვავება, როგორ აღიქვამენ იგივე მისი მშობლების ან უფროსი ასაკის მეზობლების ან საერთოდ ვინც გარშემო ტრიალებს რა ხდება და ეს ასე ვთქვათ ახალგაზრდები და ბავშვები და იქ ჩანს, რომ ჯერ კიდევ ხო, რა ვიცი, 3 წელი არასრული 3 წელი არსებობს რესპუბლიკა და მაინც რამხელა ასე ვთქვათ სამუშაო იყო გაწეული საერთო პოლიტიკური და სკოლაშიც, რომ ამ ბავშვს უკვე აქვს ჩამოყალიბებული ეს იდენტობა, რომ ის არის დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქე და აი ხა მოდის რუსეთი, რომელიც იპყრობს და იმასაც კი აღწერს, ენა როგორი აქვს. კი. იმდენად უხეში, უცენზურო, იმდენად შეურაცხყოფელი ენა აქვს მომხდურებს, ოკუპანტებს, რომ ძალიან ეხამუშება ყურში და ამას აღწერს. კი, ან ეს პირველი სურათები ხო, როდესაც უკვე ქართულმა არმიამ დაიხია ისე უკან და გორში უკვე შემოდიან საოკუპაციო არმიის ნაწილები, ამ შიშმა პირველმა ელდამ გაიარა და უკვე ნელ-ნელა გამოდის მოსახლეობა, რომ შეხედოს ვინ არიან, აი ზუსტად იქ აღწერს, რომ აი როგორი, ასე ვთქვათ, ტიპური რუსული ურდუ არის ეს არმია, როგორ იტაცებენ ყველა, ასე ვთქვათ, საწყობებიდან, რაც დარჩა ის ევაკუაციაც არ მოხერხდა პროდუქტს, ტანსაცმელს, ფქვილს და როგორი აი ესეთი მართლა ჩვეულებრივი ეს ლანძღვაგინების ენაზე ლაპარაკობენ. მართლა არ იცვლება რა, ის მათი მოქმედების სცენარები. ხო? დაპყრობილ ქვეყნებში შესვლისა, იმიტომ რომ 2008-ში გორში შემოდის, ზუსტად იგივე და სულ ვამბობ ხოლმე, რომ ეს კოდი რაღაც გენეტიკური მთაში გახიზმის, ჯერ კიდე აი შუა საუკუნეების ომების თუ გვიანდელი ფეოდალური ხანის ომების, რომ მთაში მიდიოდა ქართველი რაღაც დაეცვა თავი, ხო? გორი რას აკეთებდა, ხო? გორის დიდი ნაწილი წავიდა ატენის ხეობაში.
როგორ ჩანს აი ამ დღიურშიც ეგ ჩანს რომ გარეუბანში გავინა სადგურისკენ წავიდნენ უფრო ძველი გზა საქართველოს ძველ გზას იქით აფარებს თავს და აგვისტოს ომშიც ეგ ხდება იგივე ხდება იგივე მეთოდით შემოდის რუსი ხო მარადიორობა ძარცვა გლეჯვა და მე მოდიან უკვე ის გენერლები ბორისოვი მყავს ამ შემთხვევაში მხედველობაში რომელიც ამბობს იცით რა ეხლა დააშვიდით აი პირველი შეხებაო რომ ვამბობთ ხო ის აღწერს დააშვიდით ჩვენ აქ ეხლა დავამყარებთ წესრიგს ჯერ დაგარბევს მოგპარავს გაგძარცვავს და მე გეუბნება თაფლაკვერისა და აი მათრახის პოლიტიკის ამბავი რომელიც მთელი ამ იმპერიული ციკლის პერიოდში არ იცვლება აი რუსეთის დამპყრობლე ამ ახმაში დამოკიდებულებაში ზუსტად ამაზე ძალიან ეს არის თვალსაჩინო რომ აი როცა ვამბობთ რომ ეს ახალგაზრდები ბავშვები უკვე ასე ვთქვათ პატრიოტულ ნოტაზე არიან ეს იდენტობის პირველი საფეხური ჩამოყალიბებული არის და როგორ ანუ ძალიან მალე წყდება მე ამ დეგურის ფრაგმენტები უკვე 21 წლის მომდევნო თვეები მარტი აპრილი ანუ სულ 2-3 ჩანაწერი არის თუმცა ამ პირველ დღეებში რასაც წერს არის რომ როგორ იგრძნეს ამინდი რიგმა ასე ვთქვათ ადამიანებმა გარშემო რომ აი ახლა უკვე ხო აი რუსები მოვიდნენ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა წავიდა ომში დამარცხდა ასე ვთქვათ ოკუპირებულია ქვეყანა საბჭოთა ხელისუფლება როგორც პროპაგანდა ამბობს და აი როგორ არის ამის უკვე მწვანე შუქი რომ უნდა ლანძღო და აკრიტიკო ასე ვთქვათ დამარცხებული ქვეყნის მთავრობა და ყველანაირ სასასისაძაგლე დააბრალო რომ საკუთარი თავი აჩვენო როგორი ერთგული ხარ ახალი ასე ვთქვათ გამოცულობის მასალა ეს არის რამე გამოცემა აი გვინდა და ვფიქრობთ უბრალოდ ახლა ამ პირობებში დართულია ახალი ასე ვთქვათ გამოცემის მომზადება ანუ ხარჯებთან მარტო არ არის ეს დამოკიდებული ბევრი ასე ვთქვათ პარალელურ გამოწვევა მაგრამ ადრე თქვიან აუცილებლად ამას გამოცემთ ერთობლივად ეს არის რამდენიმე ათეული გვერდი უბრალოდ ეს რადგან ეს ფრაგმენტულად იყო შენახული ანუ არეული არის ანუ ქრონოლოგიურად ანუ ეს გადასაწყობია რიგ ნაწილში ცოტა ამოკითხვაც ჭირს ხელნაწერი სირთულის და ანუ ფანქრით არის ამ ძველ ქაღალდზე ნაწერი თავის დროზე გადაწერილი არის უკვე გვიან 80-იან ან 90-იან წლებში, როცა უფრო ამოკითხვა შეიძლებოდა და ეს გვეხმარება ამ ხელნაწერის გაშიფრვაში და ცხადია, ხო, ანუ ეხლა ეს ძალიან დიდი მოცულობის დოკუმენტი არ არის, მაგრამ თავისი მნიშვნელობით უნიკალური წყარო არის და ცხადია, რაც შეიძლება მალე გვინდა ამისი გამოცემად მომზადება და ასე ვთქვათ გავრცელება, თუნდაც ელექტრონული სახით, რომ უფრო მეტად. მოდი 24 წლის აჯანყებაზეც ვისაუბროთ და იმ თავგანწირვაზე, რომელიც მაშინდელ ჩვენს თანამოქალაქეებს ჰქონდათ, ხო, და იმ სამზადის ესეც ჩანს, ხო, აი ამ დოკუმენტებში და აი გვერდცითელები ვახსენე, ხო, ჩვენ დისკუსიის დასაწყისში და ძალიან ბევრი ადამიანი ყოფილა ჩართული. ჩვენ და გასაკვირად, იმიტომ რომ ჩვენ რაც გვაქვს ისტორიული წყაროები, ხო, ვიცით რომ იმერეთში აი ყველაზე დიდი მსხვერპლი აი ვაგონში შეყვანილი ხალხი და დახვრეტილი ხალხი და თურმე აი ამ წყაროებით ხედავთ რომ აი გორშიც საკმაოდ დიდი მსხვერპლი გვაქვს 24 წლის აჯანყების ჩახშობის დროს. ანუ ეს ახლა ტურში არის ასე ვთქვათ წარმოდგენილი რომ ამ ისტორიებს ვამაგრებთ, შეიძლება მივამაგრეთ და ადგილი სადაც ამაზე ყვებით არის რუსთაველის ქუჩაზე სახლი, სადაც ასევე ზეპირი წყაროებით და სხვადასხვა ალტერნატიული გზებით დავაზუსტეთ, რომ 20-იანი 30-იანი წლების პირველ ნახევარში მაინც მინიმუმ იყო სადამსჯელო, ასე ვთქვათ, ტერორის აპარატი რეჟიმის, რაც იყო ჩეკა, საგანგებო კომისიის აქაო ან გორის სამაზრო პოლიტბიუროს ეძახდნენ, ანუ რეგიონულ სამაზრო განყოფილებას, ანუ მისი, ასე ვთქვათ, სახლი, რომელიც ჩამოართვეს მფლობელებს, როინიშვილები იყვნენ, ძმები, შთამომავალი
ასე ვთქვათ, ჩვენი რესპონდენტი არის და იქ დაფუძნდა, მთელ და გორის მაზრა ერთ-ერთი ტერიტორიულად და მოსახლეობით ყველაზე ესეთი დიდი მაზრა იყო დამოუკიდებლობის დროსაც და ოკუპაციის პირობებში, რა თქმა უნდა, 20-იან წლებში და აქედან ხორციელდებოდა ყველა ის სადამსჯელო აქცია, რაც 21 წლის მერე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რეჟიმმა ჩაატარა და 21-24 წელი არის ძალიან ესეთი ცხელი ფაზა წინააღმდეგობის მობილიზების იატაკქვეშეთში წინააღმდეგობის მოძრაობის ასე ვთქვათ ორგანიზების ეს არის ყველა პარტია და ყველა ჯგუფი და ყველა მოქალაქე რომლისთვისაც ოკუპაცია არის მიუღებელი საბჭოთა რუსული ბოლშევიკური დიქტატურა და ტოტალიტარიზმი არის მიუღებელი და ხდება ამ ძალების ასე ვთქვათ კოორდინირება იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი, დამკომი, ეს არის ერთგვარი იატაკქვეშა მთავრობა შეიძლება დავარქვათ კლასიკურად, ხო? ანუ ეს ამ მე-20 საუკუნის განზომილებაში, როცა ერთი ქვეყნის მიერ მეორეს დაპყრობა ხდება, ხშირია ესეთი მოვლენა, რომ ლეგიტიმური მთავრობა თუ ახერხებს გაერიდება, მიდის ემიგრაციაში და აგრძელებს, რომ იყოს წარმომადგენელი, ესე ვთქვათ, სამართლებრივად და პოლიტიკურად ოკუპირებული ქვეყნის და ცხადია, რომ ეს მთავრობა და ეს ნაწილი პოლიტიკოსების, რომელიც ქვეყნიდან გადის, ისინი ადგილობრივ რეალობას მოწყვეტილი არიან, ფიზიკურად არ არიან აქ, ხო? და ვინც რჩება და უმრავლესობა რჩება და ამ მათი ნაწილი, რა თქმა უნდა, ყველაზე მამაცი და პრინციპული და ძალიან ბევრი არის საქართველოს შემთხვევაში, ესეთ ხო, ათობით ათას ადამიანზეა საუბარი, იწყებს იატაკქვეშა, ასე ვთქვათ, მუშაობას, შეკავშირებას და აი ეს როცა ყალიბდება ეს დამოუკიდებლობის კომიტეტი, ეს არის ფაქტობრივად იატაკქვეშა მთავრობა, მთავარი წარმომადგენელი წინააღმდეგობის მოძრაობის და ეს არის მრავალპარტიული, ანუ ყველა პარტია, ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც თანხდება ამ მომენტზე, რომ ოკუპაცია არის მიუღებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა და დამოუკიდებლობა უნდა აღდგეს, ამ პირობით უკავშირდება ერთმანეთს და ამ კოლეგიურ კომიტეტს ორგანოს ქმნიან, სადაც ყველა პარტიას თავის წარმომადგენელი ხავს შესაბამისი პროპორციით, ხო? და ანუ ეს არის მთელი პროცესი 21, 22, 23, 24 წლის განმავლობაში, როდესაც ეს მოძრაობა ცდილობს იატაკქვეშეთში, რომ ყველა რეგიონში და ქალაქში თავისი, ასე ვთქვათ, ძალების შეკავშირება მოხდეს, იარაღის რაც ასე ვთქვათ, დიდმა ნაწილმა მოსახლეობის ოკუპაციის შემდეგ გადამალა ამისი შენარჩუნება, ან კიდევ უფრო ახალი რესურსების მოძიება მოხდეს, ინფორმაციის მოკრება, ანუ სად რა ხდება, ვინ არის პოლიტიკური რეპრესიების და ტერორის მსხვერპლი, ამ პოლიტიკური პატიმრების დახმარების ორგანიზება, რისთვისაც იქნება პოლიტიკური წითელი ჯვარი, ანუ იატაკქვეშა ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ციხეებში პოლიტიკურ პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს გარეთ დარჩენილს, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში არიან, ანუ ესეთი დიდი პროცესი დუხს და ისე და ისე სამწუხაროდ ამ აქტივების ჩაკეტილობის გამო ესე ფუნდამენტურად გაშუქება აი გორის მაზრაში და გორში აი ამ პროცესის განმავლობაში რა და როგორ ხდება ამ ეტაპზე რთული იყო, მაგრამ როცა გვექნება ამის შესრულება უფრო და უფრო მასშტაბურად გამოჩნდება ეს სურათი, ძალიან აქტიურად მიდის აქაც მუშაობა. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ მთელი ამ 21-24 წლების განმავლობაში ძალიან ბევრი გორელი არის დაპატიმრებული, ვინც 18-21 წლების განმავლობაში იყვნენ ქალაქის თვითმმართველობის დეპუტატები, თვითმმართველი ქალაქის ხელმძღვანელები, მაზრის მთლიანად არჩეული თვითმმართველობის ხელმძღვანელები და დეპუტატები. ხო, მარტო ამ რიცხვიდან ხვდები, რომ რამდენად აქტიური არის მობილიზება და თქმა უნდა, რეპრესიების საპასუხო სისტემაც ცდილობს იპოვოს მოწინააღმდეგეები ვინ არიან და რას აპირებენ და როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს და ცხადია ესე უპირობოდ გაუსწოროს ანგარიში და რას გულისხმობ 20-იან წლების მოცემულობა არის როგორი რომ პოლიტიკური ოპონენტების და ნებისმიერი ადამიანი ვინც კი სისტემისთვის რეჟიმისთვის აღმოჩნდება რომ ის არის ასე ვთქვათ უკმაყოფილო ან საწინააღმდეგოდ განწყობილი ის არის უკვე პოლიტიკური ოპონენტი, მისი ბედი არის ექსკლუზიურად ამ ჩეკას
საგანგებო კომისიის ასე ვთქვათ დაქვემდებარება შეიძლება ასე ვთქვათ, რაც გულისხმობს, რომ ადამიანს არანაირი უფლება არ აქვს. არც თავის დაცვის, არც რაღაცა პროცედურები არ არის, რომ რაღაც უნდა ბრალი წაუყენონ, ადვოკატი შეიძლება ჰყავდეს, სასამართლო უნდა ჩატარდეს, მერე ეს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, ეს ხდება ესეთი საგანგებო საომარი წესით, ამიტომაც არის ეს ჩეკა საგანგებო კომისია, არის მტერი საფრთხე და მისი დაპატიმრება, წამება, ამ წამებით ინფორმაციის ამოქაჩვა, მისჯა და ხშირ შემთხვევაში ეს არის სიკვდილით დასჯა და ამის სისრულეში მოყვანა ექსკლუზიურად აი ამ ორგანოს ხელშია და ცხადია ხა ამ ჩეკას საფრთხეც ვისაუბრეთ, ტიპობრივად გამომდინარე იქიდან ეს არის აი რაღაც სახლი ჩამოართვეს, იქ შესახლენ იქიდან აკეთებენ ამ ყველაფერს. პირველი სართული ან ხშირ შემთხვევაში ეს არის სარდაფი, იყო გამოყენებული როგორც შიდა ციხე, შიდა საპატიმრო, სადაც ვინც კი აღმოჩნდებოდა ჩეკას კრანჭებში და ბრჭყალებში გამოძიება წარმოებდა მათ წინააღმდეგ, იყვნენ იქ განთავსებული და შემდეგ ამ თქვა თუ დახვრეტას მიუსჭიდნენ, დახვრეტა ხდებოდა, ან თუ ციხეში გაგზავნიდნენ, გადაყავდათ ციხეში, ან თუ ცენტრში გააგზავნიდნენ თბილისის ანალოგიურად ჩეკას სახლში გადაიყვანდნენ და შემდეგ წყდებოდა მისი ბედი. ანუ აი ეს მთელი ამ ტერორისტთა რეპრესიების კვალს ვირტუალურად შეიძლება ასე ითქვას, ინახავს ეს სახლი და აი უკვე 24 წლის აჯანყების მომენტზე, ახლა ძალიან რო არ გაგვიგრძელდეს ეს თქვა წიაღშლები ამ თითოეულ პერიოდზე და თითოეულ ადგილზე არის რა რომ წესით, ანუ ეს აჯანყების თემა კიდე ცალკე უზარმაზარი კომპლექსური საკითხია. უბრალოდ დაგეგმილი იყო, რომ აჯანყება უნდა დაწყებულიყო 29 აგვისტოს დილის საათებში, გამთენიისას და ცხადია ახლა ამ გეგმის გაზიარება არ ხდება ახლა როგორც დღეს მაგალითად თუ გვინდა რომ კონფიდენციალურად რაღაცა სიგნალში მივწეროთ ან ასე შემდეგ, ხო, ესეთი კომუნიკაცია არ არის ცხადია, ერთადერთი რადიო სიხშირეები არის ძნელი იყო ამ რადიო სიხშირის გამოყენება, ან ტელეგრაფი და ტელეგრაფის სისტემის ხელშია და ხდებოდა როგორ, ხო, ან დაშიფრული წერილით, სპეციალური კურიერების, ან ზეპირად გადაცემა და აი ესეთი მის კომუნიკაცია მოხდა დამოუკიდებლობის კომიტეტის ცენტრის თბილისიდან და ჭიათურის ორგანიზაციის შორის, როცა კურიერმა არასწორი ინტერპრეტაციით ჩაიტანა ადგილზე აჯანყების დაწყების თარიღი და საათი. ანუ 29 აგვისტოს გამთენიის მაგივრად 28 აგვისტოს გამთენიისას დაიწყო იქ ადგილზე, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობის კომიტეტის ადგილობრივმა, ასე ვთქვათ, ორგანიზაციამ შეიარაღებული აჯანყება, ანუ იმიტომ რომ ვერ გაიგეს სწორად ეს გადაცემული ადგილზე საიდუმლო თბილისში შეხვედრის დროს ესე გაზეთის არშიაზე მიწერილი ფრაზა და დრო არასწორად ამოიკითხა და ჩაიტანა კურიერმა, რომ ეს არის რას ნიშნავს, რომ 28 რო დაღამდა და 29 რო თენდება, აი ეს არის თარიღი და გაიგეს, რომ 28-ის ღამე ნიშნავს, რომ 27 დაღამდა და 28 თენდება, ოღონდ ღამეა და 28-ის ღამეა, ხო? ანუ აი ამ უბედურებას მოჰყვა ის შედეგი, რომ ჭიათურა ერთი დღით ადრე გამოვიდა, ამან ვერ შეუშალა მაინც ხელი დასავლეთ საქართველოში, რომ მასობრივი და აქტიური ყოფილიყო და წარმატებული რიგ მაზრებში აჯანყება და ლამის ერთი კვირა ხშირად რიგ ზონებში ძალაუფლება აჯანყებულებს ჰქონდათ აღებული, რა ვიცი, სენაკის მაზრაში, ზუგდიდში, ოზურგეთის, გურიის მაზრაში, იმერეთის ნაწილში, მაგრამ აღმოსავლეთში, ამ თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც რეჟიმის ცენტრალური ორგანოებია თავმოყრილი, ამან უპირატესობა მისცა სისტემას და როცა 29-ის გამთენიას ელოდა, თქვა, კახეთში იქნებოდა ეს თუ ქართლში და იგივე გორში ადგილობრივი, ასე თქვა, ორგანიზაციები დამოუკიდებლობის კომიტეტის რო დაეწყოთ
მოქმედება, ერთი დღით ადრე სისტემამ დაიწყო ყველა ეჭვმიტანილის დაკავება და ამავდროულად 29-შივე ჩეკამ ყველგან, სადაც ის აკონტროლებდა ჯერ კიდევ სიტუაციას, დაიწყო პოლიტიკური პატიმრების მასობრივად დახვრეტა, ანუ ვინც კი ციხეებში უკვე ისხდნენ და პარალელურად ყველა ეჭვმიტანილის დაკავება და ასევე სასწრაფო წესით დახვრეტა, ამისთვის ჩამოაყალიბეს სამაზრო სამეულები ან ხუთეულები, სადაც შეყვანილი ყავდათ რეჟიმის ყველა ორგანოს წარმომადგენლები, ანუ პარტიული, ნომინალურად საბჭოთა სახელმწიფო და ტერორის აპარატის წარმომადგენლები, სასწრაფო წესით ესე ამტკიცებდნენ დასახვრეტთა სიებს და ამისი ახლა სტატისტიკა ბოლომდე დაზუსტებული არ არის, გამომდინარე იქედან, რომ ეს ხდება ძალიან სწრაფად, ქაოტურადაც, ხშირად როცა არის ბრძანება ცენტრიდან, რომ ჩაახშეთ და ანგარიში გაუსწორეთ ყველა ეჭვმიტანილს, ამის დოკუმენტირებაც კი სწორად, კი არა და ესე სტანდარტულად არ აკეთებდნენ ამას. მერე უკვე ეს გახდა პრობლემა ცენტრალურ დონეზე, მოსკოვის, რომ იქ არის როგორი სიტუაცია, რომ საქართველო და ამიერკავკასია არის მიჩნეული, რომ ეს არის სტალინის პორტფელის ნაწილი, შეიძლება ასე ითქვას, ხო? ის უკვე ნელ-ნელა იმაგრებს პოზიციებს პოლიტბიუროში, როგორც ერთ-ერთი ლიდერი და ამიერკავკასია კონტროლდება მისი პირადად დაქვემდებარებული კლანის, პარტიული კლანის ხელით, სერგო ორჯონიკიძის და მისი კლიენტების და 22 წლიდან 24 წლის აჯანყებამდე ამათ აქვთ შექმნილი ესეთი ასე ვთქვათ, ამინდი ცენტრში, პოლიტბიუროში, რომ ყველაფერი კონტროლქვეშაა. დაწყნარებულია საქართველოს შიდა ოპოზიცია გააჩუმეს, ასე ვთქვათ, ესეთი სტიქიური და არაკოორდინირებული აჯანყებები ჩაახშეს, ეხლა ყველაფერი არის რიგზე და უეცრად აფეთქდა ყველაფერი და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა სტალინიც და ეს მისი, ასე ვთქვათ, კლანის მთავარი წარმომადგენლები და იქ ფორმალურად პოლიტბიურომ დასვა საკითხი, რომ რატომ მოხდა ეს, ვინ არის ამაში დამნაშავე, რომ 24 წელი არის საბჭოეთი გამოდის, რომ საგარეო წარმატებები აქვს, აღიარებას იწყებენ რიგი სახელმწიფოები იურიდიულად მისი არსებობის, სავაჭრო ხელშეკრულებები, სამოქალაქო ომი დამთავრდა, არანაირი წინააღმდეგობა აღარ არის, ესეთ რიტორიკა აქვს და უეცრად საქართველოს აჯანყდა, ხო, რომლის ჩასახშობადაც ეს სისხლის სხვები დააყენეს და ამიტომ კომისია შედგა პოლიტბიუროს, რომელმაც მოითხოვა აქ ადგილზე ამიერკავკასიაში და საბჭოთა საქართველოში, რომ მასალები მოგვეცით, ვინ დახვრიტეთ, რამდენი არის, ხო? და თვითონაც მიუხედავად ამ ცენტრიდან ბრძანებისა დოკუმენტურად ვერ აჩვენეს და აი მაქსიმალურად აი ესე გამოიყვანეს რიცხვი, რომ თითქოს 800-900 ადამიანამდე დახვრიტეს. როცა რეალურად ჩახშობის შემდეგ წინააღმდეგობის მოძრაობა ისევ ასე ვთქვათ, აღადგენს ორგანიზაციებს იატაკქვეშეთში, გადარჩენილები უკავშირდებიან ერთმანეთს და იწყებენ მსხვერპლის აღრიცხვას. და ეხლა ეს მთელი წყაროები და დოკუმენტები მერე საიდუმლოდ იგზავნება საზღვარგარეთ ემიგრაციაში მყოფ მთავრობასთან. ამ მასალებზე დაყრდნობით და ყველა თვითონ სისტემის მიერ აღრიცხული სიების საფუძველზე მიახლოებითი სტატისტიკა, რაც გამოდის, არის დაახლოებით მინიმუმ 4000 ადამიანი დახვრეტილი მთელ საქართველოში. ამათი აბსოლუტური უმრავლესობა არის აჯანყების პირველ დღეებში დახვრეტილი უკვე დაპატიმრებულები, იმიტომ რომ მათზე ინფორმაციის მოძიება უფრო მარტივი იყო, რატო რომ ვინც კი გადაურჩა ნაწილი პატიმრების დახვრეტას, ანუ 5 სექტემბრამდე ყოველდღიურ რეჟიმში არის ეს სისხლიანი ანგარიშსწორება, გადარჩენილებმა შეძლეს რომ გაეხსენებინათ ახლა ლოგიკურად, რომ ვინ იყო მანამდე ციხეში და ვინ დახვრიტეს, ვინ ვერ გადარჩა, მაგრამ აჯანყების დღეებში უცებ ვინ დააპატიმრეს და აი ეს ჩვეულებრივად აღრიცხვა დოკუმენტირების გარეშე რამდენი დახვრიტეს, აქ ვინაობის დადგენა უკვე აბსოლუტურად შეუძლებელი ან რთული იყო და მხოლოდ რიცხვების დონეზე თუ პოულობდნენ ინფორმაციას და როცა ეს მასალები შევაჯერეთ, აღმოჩნდა რომ აი ჩახშობის სისასტიკის კუთხით გორის მაზრა და ქალაქი გორი არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზიანებული, ეს პატარა ინფოგრაფიკას მომამზადეთ შარშან აგვისტოს ეროვნული ანტისაბჭოთა აჯანყების 100 წლის თავზე, სადაც ჩანს, რომ ფაქტობრივად
რაც არის მაშინდელ აი ამ ტიპის წყაროებში ხელმისაწვდომი ცნობები ამას დაყრდნობით საუბარი არის რომ უშუალოდ ქალაქში ანუ აქ ჩეკაში ჩამოყვანილი და ციხეში მსხდომი ადამიანებიდან ამ დღეების განმავლობაში 400-მდე ადამიანია დახვრეტილი და საერთოდ მთელი გორის მაზრაში არის მინიმუმ 500 ადამიანი განადგურებული პლუს იმის ჩათვლით რომ ცნობილი არის რომ რუისში მთელი ოჯახები ამოხოცეს და მინიმუმ 42 ადამიანზე არის საუბარი, ხაშურში 29 ადამიანის დახვრეტაზე, თუმცა დიდი ნაწილი მაინც უცნობი დარჩა გამომდინარე იქიდან, რომ აი ესე ძალიან სწრაფად სასტიკად ადგილობრივ დონეზე ხდებოდა, ესე ვთქვათ, ადამიანების დაპატიმრება და ასე ვთქვათ, დახვრეტა. და ნუ ძირითადად ახლა რიგი ესეთი ადგილების შესახებ არის ცნობილი, რიგი უცნობი რჩება გორთან დაკავშირებით სად იყო ეს მასობრივი დახვრეტის ადგილი ამაზე მუშაობთ და აგერ ოთო ძალიან დაგვეხმარა რომ ეს ორიენტირი არის ცნობილი და დიდი ალბათობით ნაწილი ამ სამარხების ჯერ კიდევ შესაძლებელი არის რომ დააზუსტდეს, დაფიქსირდეს და გაიხსნას, იმიტომ რომ იყო პრეცედენტი რომ გარკვეული ასე ვთქვათ ნეშტების კვალი გამოვლინდა წინა წლებში, რომელსაც დიდი ყურადღება არ მიაქცია, რა თქმა უნდა, სისტემა, მაგრამ ახლა იმ ორიენტიდან გამომდინარე, რაც ნახეთ, ხო, რა ადგილი იყო ესა, ეს არის მტკვრისპირა ზონა, ეხლანდელი სპორტის ხო, რაც მერე უკვე ჭალის დასახლებაში რაზეც მანამდეც აგერ ქალბატონი სესილისგან მქონდა ზეპირი ცნობები, რომ აი იმ მიმართულებაზე იყო ცნობილი, რომ მიყავდათ ჩეკადანაც და ციხიდანაც 20-იან წლებში, როცა ხდებოდა ეს მასობრივი თუ ესეთი პატარა ჯგუფების დახვრეტა. ჩვენ მქონდა საბედნიეროდ შესაძლებლობა, რომ გვემუშავა გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების არქივში, სადაც არის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გადატანილი გერმანიიდან გერმანული ავიაციის სადაზვერვო აეროფოტო გადაღებები, ანუ საქართველოს მნიშვნელოვანი ზონები 41-2 წლების განმავლობაში, რასაც ასე ვთქვათ, აფიქსირებდნენ და იქ რა თქმა უნდა ის ადგილები, რაც გვაინტერესებდა მეტნაკლებად შევძელით ამ მასალების გადვაღება და როდესაც შევადარეთ ის, ასე ვთქვათ, წერტილი 42 წლის გორის აეროფოტოს ვთქვათ, მასალას გარკვეული იმედის მომცემი კვალი გამოჩნდა იმ ტერიტორიაზე, რაც ნიშნავს, რომ აი ამ 24 წლის განსაკუთრებით გამომდინარე, რომ დიდი რიცხვი არის ერთ ჯერზე ესე სასწრაფოდ დახვრეტილი, ამ სამარხების იდენტიფიკაცია რეალურად შესაძლებელია. მთავარი არის, რომ ამისი პოლიტიკური ნება არსებობდეს და საკმაოდ ესეთ ინფრასტრუქტურულ ამბებთან არის დაკავშირებული, ეს ტერიტორია გასუფთავდეს. შემდგომ დამატებული მიწის ფენები მოიხსნა, შემდეგ ეს რადარით დამუშავდეს და მერე უკვე გათხრები და ფიქსაცია წავიდეს. უბრალოდ ცხადია, რომ ამას არავინ არ გააკეთებს, თუ კი ეს. კი, როგორც წესი, აი ეს მასობრივი ანგარიშწორება დახვრეტა მკვლელობის მანქანა ოკუპირებული საქართველოს შემთხვევაში ესე მუშაობდა, რომ ანუ ეს ორგანო ტერორის აპარატი იღებდა გადაწყვეტილებას, რომ 1 თუ 5 თუ 10 თუ 100 ასე ვთქვათ, ბრალდებული პატიმარი უნდა დასაჯონ სიკვდილით. 20-იან წლების სპეციფიკა ეგ არის, რომ აი 24 წლამდე დაშვებული იყო, რომ აი რეგიონულ დონეზე, აი ამ მთავარ ქალაქებში ასე ვთქვათ, სიკვდილით დასჯა განეხორციელებინათ, უბრალოდ სანქცია ცენტრიდან უნდა მიეღოთ, მანამდე უნდა შეეთანხმებინათ, მერე უფრო შეიზღუდა ეს და მხოლოდ აი 30-იან, 40-იან, 50-იან წლების დასაწყისში ძირითადად მარტო თბილისში, ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქებში, ბათუმი, სოხუმი და დიდ ქალაქთან, ქუთაისთან ხდებოდა ეს, ასე ვთქვათ, მასობრივი დახვრეტები, მაგრამ 24-ის აჯანყება იმით არის კიდე ამ ხრივ გამონაკლისი, რომ აი ეს ესეთია რა, ანუ ძალიან სწრაფი ანგარიშწორება ადგილობრივ და ანუ აი ესე კოორდინირებულად არ ხდებოდა და ადგილობრივ ბევრი ესეთი ხოცვა-ჟლეტის ადგილი, ასე ვთქვათ, მოაწყეს, ხო? და ანუ სისტემა როგორ იყო, რომ როგორც წესი ამ შიდა ციხიდან ან საპატიმროდან
მისჯილები გაყავდათ, ართმევდნენ მანამდე ტანსაცმელს პირად ნივთებს, რაც კი შეიძლება და იზოლატორში ქონოდა ჩერჩენილი და ეს იყო ლოგიკის ნაწილი, რომ ერთი რომ მაიდენტიფიცირებელი არაფერი არ უნდა დარჩენოდა ადამიანს, მეორე რომ ახლა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პირადი ნივთები ერთგვარი ნადავლი იყო სისტემისთვის და თვითონ მოიხმარდნენ და ინაწილებდნენ ამას. და ადგილზე, სადაც ეს სპეციალურად შერჩეული და დაცული და გასაიდუმლოებული ადგილები იყო, როცა ეს გეგმიურად ხდებოდა, ესე ვთქვათ, მასობრივად სიკვდილის დასჯა, უკვე მომზადებული იყო ეს სამარხი ორმო და ადგილზე ხრედნენ და ასე ვთქვათ, მარხავდნენ ამ საძმო, შეიძლება ასე ითქვას, სამარხებში და ეს როცა აჯანყების განსხვავებული ესეთი რუტინული ტერორის პროცესის ნაწილია, ამის დოკუმენტირებაც ხდებოდა. ანუ პირველ რიგში რომ IMC-ის მომზადება და გადაცემა შემსრულებელი ორგანოსთვის, ანუ სისტემის შიდა ნაწილისთვის, ვისაც ამ დახვრეტის ორგანიზება ევალებოდა, რომ აი ეს ადამიანები არიან მისჯილი და მოიყვანოთ სისრულეში, ეს არის მიწერილობის აქტი, როგორც ასეთი და სისრულეში მოყვანის შემდეგ დგებოდა ასევე სია და აქტი, რომ სისრულეშია მოყვანილი და ასე ვთქვათ, როგორც აი ცინიკურად, არა ადამიანურად შევხედოთ მიღება ჩაბარების დოკუმენტაციის გავსად მოთხოვნა, განკარგულება, შესრულების, ასე ვთქვათ, დასტური, ასე ვთქვათ, დოკუმენტურად გაფორმებული. ანუ ესეთი აპარატი მუშაობს ფაქტობრივად 21 წლიდან 50-იანი წლების დასაწყისამდე, როცა აი თავარი ფაზა არის აი ესეთი მასობრივი პოლიტიკური ტერორის. შემდგომ მაცხოვრებლებში, რა თქმა უნდა, სისტემურად მცირე რაღაცები შეიცვალა, მაგრამ თავარი მიდგომა დარჩა იგივე, რომ სისტემამ, ვინც ამოიღო მიზანში, ჩათვალა, რომ არის ტერი, არის დამნაშავე, სიკვდილით დასაჯა, ის უნდა გაქრეს. ანუ საერთოდ არაფერი არ უნდა დარჩეს მისგან. ანუ საფლავის ცოდნაზე საუბარი არ არის, რა თქმა უნდა, არც ხედრის გადაცემაზე და ხშირად, რა თქმა უნდა, ინფორმაციაც კი ხელმეწვდომელი რჩებოდა ოჯახისთვის, რომ რა ბედი ეწია, მოიყვანეს სისრულეში თუ არა და ეს, ასე ვთქვათ, არაადამიანური სისტემა ყოველთვის თამაშობდა ამ სენტიმენტზე, რომ მაინც უტოვებდა რაღაცნაირად ილუზიას, რომ შეიძლება ცოცხალი იყოს. ერთია ილუზია და მეორე რომ ეს მაინც ისე ეს ტანჯვის მომენტი არის, რომ წლების განმავლობაში არ იცის ადამიანმა ცოცხალია თუ მკვდარია მისი ოჯახის წევრი და ანუ რა ფსიქოლოგიური ზემოქმედება აქვს ამას ცხადია. პრინციპში დისკუსიის ძირითადი ნაწილი ამოვწურეთ, შეიძლება გვესაუბრა იმაზეც, რომ სისტემამ თავისივე მოქმედი პირებით შეჭამა მერე უკვე 30-იანი წლების რეპრესიების დროს და ეს ისტორიაც გვაქვს. იგივე პედაგოგიური ინსტიტუტის პირველი ხელმძღვანელი როგორ გაწირეს, ხო? ადამიანი, რომელიც ემსახურებოდა სისტემას და ალბათ არანაკლები დანაშაულები შეიძლება ქონდა, ხო? ჩადენილი ესეთი ფოტო ვნახე მაგალითად კასპში არის მუზეუმი, ხო? რეპრესიების მუზეუმი და იქ ქალია დახვრეტილი, რომელიც იყო პირველი რაიკომის მდივანი, აი ამ ხო და თან ფეხმძიმე იყო თუ სწორად მახსოვს ეს ქალი, რომელიც დახვრიტა იმავე სისტემამ, რომელსაც ის ემსახურებოდა, ხო? აი ეს ისტორიაც არსებობს, იმიტომ რომ სისტემა, რომელიც ყალიბდება, რომელიც ძლიერდება, მერე ჭამს თავისივე შვილებს, იმ შვილებს, რომლებმაც გააძლიერა ეს სისტემა. ხო, პრინციპში შეგვიძლია უკვე გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე, რა ვიცი, ხო არ ფრისკამეტებია. რა ვიცი, მართლა, იმიტომ რომ ახლა ეს თითოეული ეს ადგილი, რომელიც ამ ტურის ნაწილი არის და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის პირველი ვერსია, ხო? აი ამ ცოდნაზე და ამ ინფორმაციაზე და ამ მასალაზე დაყნობით რისი ორგანიზებაც მოხერხდა იმ მომენტიდან გამომდინარე, რომ გარკვეულწილად ქრონოლოგიურად უნდა მისდევდეს ეს ისტორიები და ადგილები ერთმანეთს. ცხადია, ტურის გარეთ დარჩა ბევრი ადგილი, ბევრი ისტორია, იგივე რაზიკაშვილების ოჯახის ისტორია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია გორის წარსულის და იდენტობის, ხო? ანუ კიდე ბევრი სხვა ადამიანების სამეფოს ქუჩას მოუყვება ეს. ხო, ნუ ესე გამოვიდა ხიდიდან დაწყებული ამოსულ გორის ციხე.
რომ როგორც მაშინდელი ძველი გორის მთავარი, ესე ვთქვათ, საქალაქო სივრცის გასწვრივ მოდის ეს მარშრუტი, მაგრამ ეს არის, რა ვთქვათ, პირველი ვერსია, რაც უფრო მეტი ისტორია გამოჩნდება, რაც უფრო მეტი ადამიანის შესახებ გვეცოდინება, დიდი გამოწვევა არის, ესე ვთქვათ, რუკაზე მიმაგრება, გამომდინარე იქიდან, რომ საცხოვრობდა რეპრესიის მომენტში ან როგორ უკავშირდება ამ სივრცეს ეს ადამიანის ბედი, ამისი დაზუსტება ხშირად ჭირს, რატომ რომ ქუჩების სახელები როგორ შეიცვალა მე-20 საუკუნის განმავლობაში, პატარა ქალაქების შემთხვევაში რთულია ამისი კვლევა და ეს ცალკე მიმართულება არის, რომ აი ამ როგორ ვთქვათ სივრცულ გეოგრაფიულ ურბანულ განზომილებაში გაერკვე, ანუ ეს ძველი უბნები რა იყო, რა ერქვა ამ ქუჩებს, როგორ გადაინომრა, მერე საბჭოთა განაშენიანებამ როგორ, ასე ვთქვათ, შეცვალა ძირფესვიანად რიგი უბნები და ის ქუჩა გაქრა ან რაღაცა სახლების ნაწილი გაქრა და კორპუსმა ჩაანაცვლა. ანუ ეს ფაქტობრივად, ანუ ერთგვარი კლასიკური გამოძიება არის, რომ ეს ადგილები დააზუსტო და ამას მიამაგრო მერე ისტორიები, ანუ ამ მხრივ, ასე ვთქვათ, სერიოზული სამუშაო ყველა. პრინციპში შეიძლება ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის გამოყენება, თუმცა ეს მეხსიერება ვისაც შეიძლება. ხარდი, აი ესე ვიმუშავეთ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობით, რომ აგერ დამოწმებიან, რომ აი ესე ვისხედით, ძველი რუკები ქონდა გაშლილი, სატელეფონო ცნობარები, გადარეკვით, რომ აი ამ ქუჩაზე ადრე რა ერქვა, ანუ აი ესე მიყოლა ამ კვალის, გამომდინარე იქიდან, რომ ეხლა თბილისის შემთხვევაშიც კი რთულია ყველა აწლეულის დეტალური გეგმა რუკის ამოღება ქალაქის, ასე ვთქვათ, უბნების, ქუჩების სახელების ცვლილება ცალკე ფენა არის ამ ტიპის პროექტის და ისტორიული მარშრუტის, იმიტომ რომ ეს სახელების ცვლილება ცალკე გიყვება ისტორიას, რომ აი როგორ არის მაგალითად, რა ვიცი, ტროცკის ქუჩა და რაც ცხადი არის, რომ 26-27 წლის მერე ტროცკის ქუჩა ქრება, სხვა სახელი მოდის, შეიძლება ეს იყოს, რა ვიცი, ბერიას ქუჩა, 50-იანების ზემოთ ბერიას ქუჩა უკვე აღარსად არის, სხვა რაღაცა უნდა დაერქვას, ანუ აი ესეც შემადგენელი ნაწილია ამ ყველაფრის და ცხადია, ხა გორის შემთხვევაში იყო ეს პრობლემა და გამოწვევა, რომ რუკები, გეგმები ძალიან ძნელი მოსაძიებელია, საბედნიეროდ არის ეს სატელეფონო ცნობარები, რომელიც ქუჩების სახელების მიყოლის საშუალებას იძლევა, ზეპირი მეხსიერება ძალიან მნიშვნელოვანია, ცხადია, თუმცა კიდე ერთი მომენტი არის, რომ 20 წლის თებერვლის მიწისძვრამ ეს ძველი ქალაქის სტრუქტურა ასევე დააზიანა და მთელი 20-იანი წლების შემდეგ ამ აღდგენითი სამუშაოების, ასე ვთქვათ, ეფექტიც არის და მერე უკვე სტალინური, ასე ვთქვათ, საბჭოური არქიტექტურა, ქალაქ გეგმარების კვალი, რომელმაც რიგი ეს ძველი უბნები ან გააქრო, ან ძირფესვიანად შეცვალა და ანუ ესეც ცხადია არის მარშრუტის და ტურის ნაწილი, რომ აი როგორი იყო ეს ადგილი და უბანი და სივრცე და 50-იანი ან 40-იანი წლების ბოლოდან სრულიად ახალი, ასე ვთქვათ, იერი შეიძინა და განსხვავებული, ხო? დიდი მადლობა ირაკლის, მნიშვნელოვანი საქმეა და სამუშაოა ჩატარებული პრინციპში და დიდი მადლობა თქვენ, ვინც დაეხმარეთ გვერდს ტელევის ოჯახს აი ამ თემების ამოწევისთვის. ხო, ეხლა შეგვიძლია პრინციპში თუ არის კითხვები ირაკლისთან, სიამოვნებით. კი, აგერ მიკროფონი. მადლობა, მშვენიერი, ესე ვთქვათ, კარგი ინფორმაცია იყო, მნიშვნელოვანი. ერთი დაზუსტება მინდა ამისა, ანუ 21-ში შემოვიდნენ რუსები და დაიწყო მე ეს ამბოხებების ჩახშობა, ანუ ვინ იყვნენ ეს, ვინ ახორციელებდნენ ამ ჩახშობას, ანუ რუსები აკეთებდნენ თვითონ ამას თუ დასაყრდენი ქართველები, ხო, რომლებიც ყავდათ აქ დასაყრდენები და ისინი ახორციელებდნენ ამ ჩახშობასაც, ამ ადამიანების იდენტიფიცირებასაც, დახვრეტასაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის, ანუ უკავშირდება ზუსტად ამ განზომილებას საოკუპაციო რეჟიმი, ტოტალიტარული სისტემის მშენებლობა და ეს კოლონიური პოლიტიკა და ამის მერე მოდის აი ეს მომენტი კოლაბორაციის, ანუ თვითონ მოსახლეობის ჩაბმულობის და თანამშრომლობის. ხო, ეს ერთგვარი საფეხურებრივი პროცესი არის, ანუ ცხადია, რომ ანუ ახლა სანამ ესეთი ტიპის
კვლევები და საერთო დისკუსიები მეტნაკლებად განვითარდებოდა ჩვენთან. აი ესეთი ზოგადი წარმოდგენა და მეხსიერება აი ამ 21 წლიდან მოყოლებული 90-იანების დამდეგამდე იყო თითქოს აი ესე რომ რაღაც სერიოზული დასაყრდენი ჰქონდა სისტემას საზოგადოებაში, რომ რაღაცნაირად ხალხი თუ აღფრთოვანებული ან თუ მზად არ იყო, არც თუ დიდად აღელვებდა, რომ ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი საქართველო დაიპყრო, ან დაიპყრო კი, ხო, გაასაბჭოვეს და მერე არის, რომ ეხლა ეს ყველა ამაში ადგილობრივიც იყო ჩართული და მონაწილეობდა ამ ტერორის მანქანის მუშაობაში. თუმცა რეალობა არის განსხვავებული რა მხრივ, რომ სისტემის მომხრე და დასაყრდენი მთელი 20-იანი წლების განმავლობაში ძალიან მცირე ნაწილია მოსახლეობის, ამისი კონკრეტული რიცხვების ასე ვთქვათ, ნახვაც კი შეგვიძლია. ანუ რა ვკითხით, რომ ეს არის საბჭოთა რუსული სახელმწიფო, ტოტალიტარული სახელმწიფო, რომლის ძალაუფლების განმახორციელებელი, მფლობელი და განმახორციელებელი არის ბოლშევიკური კომუნისტური პარტია. ეს არის ძალაუფლების ორგანო, ხო? ესეც არის, ასე ვთქვათ, კაცრად ცენტრალიზებული აპარატი და პარტიის წევრი რამდენი არის ადამიანი, ამით შეგიძლია მიხვდე მასშტაბს, საზოგადოება არის აქტიურად ჩაბმული და ლოიალური სისტემისადმი თუ არა. და ამ მხრივ ძალიან კაფიო სურათი არის, რომ მთელი 20-იანი წლების განმავლობაში საქართველოს კომპარტიას აქვს ეს კრიზისი კადრების. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არენდობიან, ესე რომ თქვა, რომ ყველას შეუძლია პარტიაში შემოვიდეს, ვისაც ამის სურვილი აქვს, მაგრამ მეორე მხრივ, ვის კი სანდუ არის და ვინც კი მსურველი არის, ძალიან მცირეა მათი რაოდენობა, ეს არის სადღაც 21-22 წლისათვის ჯამში მაქსიმუმ მინიმუმ 12,000 ადამიანზე საუბარი, ხო? 2,5 მილიონიან მინიმუმ ქვეყანაში. ეს არის უკიდურესად მარგინალური, ასე ვთქვათ, ძალა. და შესაბამისად, თელ სახელმწიფო აპარატს საბჭოს ჰქონდა ეს კრიზისი, რომ კომუნისტი და მხარდამჭერი და ლოიალური და ენთუზიაზმით გაჟღენთილი არის ძალიან მცირე. ამიტომ, ასე ვთქვათ, ნომინალურ სახელმწიფო აპარატში იძულებული იყო ძველი კადრები შეენარჩუნებინა და ეძახდა მათ სპეცებს და სულ ესეთი მუქარის და ტერორის ქვეშ ყავდა, რომ ხო ვიცით, რომ თქვენ არ გიყვარვართ, მაგრამ ეხა დროს ელოდებით, რომ ჩვენ წინააღმდეგ გამოხვიდეთ, ან ასე ვთქვათ, გძულ ვართ, მაგრამ იძულებული ხართ გვემსახუროთ. აშენ, მაგრამ თვითონ ტერორის აპარატში უფრო ცხადად ჩანს ეს სურათი, რომ ადგილობრივი არის ძალიან ცოტა 20-იანი წლების განმავლობაში. ანუ ცენტრალურ აპარატში, თბილისში, ჩეკას სტრუქტურებში, როცა მეტნაკლებად იყო ღია და ხელმისაწვდომი ეს არქივები და 20-იანი და 30-იანი წლების დოკუმენტების ნახვა შეიძლებოდა ამ ჩეკისტების ცენტრალური აპარატის სიებისა. ეხლა ცხადია ეს არის სიები და არა ანკეტები, ანკეტებიც კიდევ ცალკე პრობლემური იყო, რომ მოგვეძიებია და გვენახა. მეტნაკლებად ეხლა გვარის მიხედვით შეგიძლია განსაზღვრო 100% ზუსტ არა, მაგრამ კავკასიელია, როგორც ასეთი თუ არა. პროცენტულად ჩანს, რომ აი მაგალითად 25 წელი იქნება თუ 20-იანი წლების ბოლო ამ სიებს, როდესაც ვაანალიზებთ, ცენტრალურ აპარატში ადგილობრივი კადრების პროცენტული წილი არის სადღაც 15, მაქსიმუმ 20%-ის ფარგლებში. დანარჩენი ნაწილი არის აი ესეთ კონგლომერატი, ყველა მხრიდან მოყვანილი, ასე ვთქვათ, პერსონალის. რუსი იქნება ეს, რა ვიცი, უკრაინელი, ბალტიისპირეთიდან თუ თვითონ რუსეთში მცხოვრები სხვადასხვა ერები. ხო, ეს არის ტიპიური ეს პოლიტიკა და მით უმეტეს ტერორის მანქანაში, რომ ამ სადამშველო სისტემას უკეთესია ადგილობრივთან ნაკლები მოდა შეხება ჰქონდეს, რომ რაღაცა ესეთი თანაგრძნობის ან პირადი კავშირების მომენტი გამოერიცხოს. უფრო თვალშისაცემი არის ეს დისბალანსი მაგალითად ბათუმის და აჭარის, ასე ვთქვათ, ავტონომიის რგოლში, სადღაც 5-7%-მდე ჩამოდის მარტო ადგილობრივი კადრების
რაოდენობა. Რა თქმა უნდა 30-იანი, 40-იანი წლების განმავლობაში და შემდეგ ეს ბალანსი იცვლება, ცხადია იმასთან პარალელურად, რომ ზოგადად ამდენი ტერორის, წმენდის, დიდი ტერორის, დეპორტაციების, მეორე მსოფლიო ომის, ახალი თაობის დაბადება გაზრდის პირობებში, პროპაგანდის და შემდეგ ლოიალობის და თანამონაწილეობის მასშტაბი იზრდება და ამ სისტემაზე ესეც ახდენს გავლენას, მაგრამ კლასიკური საოკუპაციო და ტოტალიტარული განზომილება, როდესაც არის, ეს ძალიან ცხადად ჩანს, რომ ადგილობრივი სადამშველო სისტემაში არის უმცირესობა განსაკუთრებით ცენტრალურ აპარატში, მაგრამ აი უკვე რეგიონულ აპარატში, სადაც რიცხოვნობა უფრო მცირე იყო, თუ კი თქვათ 20-იან წლებში ცენტრში ამ სტრუქტურაში არის ალბათ 300-400 ადამიანი დასაქმებული, მაგალითად მაზრის და გორის მაზრის დონეზე ჯამში ამ პოლიტბიუროს მოსამსახურე არის 40 ან 30 ადამიანი. აქედან რაღაცა 10, 12, 15 შეიძლება იყოს ესეთ ტექნიკური მოსამსახურე, ხო? ბეჭდავი, კურიერი რაღაცა, ანუ აქტიური სადამშველო მოქმედებებში ჩართული რამდენიმე, ანუ 15-20 ადამიანი, ხო? და აქ უფრო ადგილობრივი ელემენტია, ამ ადგილობრივი ელემენტის შემადგენლობა როგორია? ანუ ძალიან ბნელი წარსულით, როგორც წესი, ანუ ესენი არიან ან ყოფილი ყაჩაღები, რომლებიც იდევნებოდნენ პირველი რესპუბლიკის დროს და ეს გახდა ბილეთი, რომ აი საოკუპაციო ხელისუფლებასთან დაახლოვდნენ, რომ აი მე მავიწროვებდნენ და ეხლა მე შენ მოგემსახურები, რომ შენ ხარ ჩემი განმათავისუფლებელი. ძალიან მცირე არის აი მაგალითად ყოფილი თუნდაც რუსეთის იმპერიის დროს ამ საპოლიციო სისტემაში ნამუშევარი ადამიანები, რომელთა ასე ვთქვათ გადაკონვერტირდნენ, ძალიან მცირე ანუ პარტიიდან, ანუ პარტიული სტრუქტურებიდან გადმოყვანილი ხალხი, რომ ეს პარტიული ასე ვთქვათ კონტროლი და ეს გაძლიერდეს და როგორც წესი ეს არ გამოდის 20-იან წლებში, რაც ჩვენ გვინახავს მაგალითები დოკუმენტებით, რომ პარტიიდან მუდმივად არის ესე გადაგზავნა კადრების, რომ აი ჩეკისტური ორგანიზაცია გააძლიერონ და მე არის სულ განცხადებები, რომ გადამიყვანეთ ისო პარტიულ სამუშაოზე, იმიტომ რომ ჭირდა ისედაც პარტიული აპარატიც კრიზისში იყო და მცირერიცხოვანი იყო და იქედან ესე შესაბამისი მონაცემების გარეშე ჩეკაში მივლენილი ხალხი მალე ხვდებოდა, რომ უბრალოდ ვერაფერს ვერ გააკეთებს. ამ ძირითადად ეს არის როგორი მიდგომა, რომ ამ სტრუქტურაში, განსაკუთრებით რეგიონულ ქსელში არიან სადამსჯელო აპარატის წევრები და წარმომადგენლები, ისინი ვინც ყველაფერზე წამსვლელია რა, თავისი წარსულით, თავისი, ასე ვთქვათ, პიროვნული მოტივაციებით, რომ ანუ თავარი არის, რომ იყოს უზრუნველყოფილი, პრივილეგირებული და როგორც ვთქვით 20-იან წლებში ზოგადად კანონი როგორც ასეთი ჩეკას არ ეხება ექსკლუზიურად, ხო, რეჟიმის მტერიმის განკარგულებაშია და მეორე, ანუ ეს სტატუსი მას აძლევს რაღაცა ხელშეუხებლობას. და არის ანუ ბევრი წყარო იატაკქვეშა გამოცემებში თუ დოკუმენტებში თუ მასალებში, აი როგორი თარეში არის განსაკუთრებით სოფლებში და ქართლში და კახეთში და იმერეთში აი ამ ჩეკისტების, რომლებიც არიან როგორც ხელშეუხებელი მეფეები, ანუ ძარცვავენ, აუპატიურებენ, რა ვიცი, ცემენ, ჩაგრავენ ყველას, ვინც თვალში არ მოსდით და უფრო მეტიც, ანუ თვითონ საბჭოთა აპარატის მოსამსახურეებსაც კი და საბჭოთა მილიციონერებსაც კი ზემოდან უყურებენ და ცხადია აქვთ ეს უპირატესობა, ეხლა მე ჩეკისტი ვარ და ცაკუდა დედამიწა ქალამნათა, შენ უბრალო მილიციონერი ხარ, ასე რომ ანუ ესეთი პრეცედენტები ბევრი არის, ხო და ნუ საბოლოო ჯამში ანუ ამ ტიპის სახელმწიფოს ამ აპარატის მოსამსახურეების პროფილისთვის და მოტივაციისთვის ბოლომდე ეს დარჩა და უკვე 90-იან და 2000-იან წლების განზომილებაში გადმოსულ მათ ასე ვთქვათ პერსონალსაც, ვისაც ქონია მეტნაკლებად იშვიათი შეხება და საუბარი, რა თქმა უნდა, ჩაწერაზე და ზეპირი ისტორიის გაზიარებაზე ტოტალური ესეთ ყოყედელია, აი ეს სტატუსი, რომ შენ ხარ რაღაცა
სპეციალური განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილი სამსახურის წარმომადგენელი და შენ გაქვს უპირატესობა ყველასთან რაღაც ხელშეუხებლობის ან პრივილეგიის განცდა, რომ აი შენ უფრო მეტის უფლება გაქვს და მეტად ხარ, ასე ვთქვათ, დაცული, ეს ბოლომდე გაყვა და რა თქმა უნდა мотиваცია ყოველთვის ეს არის, რომ აქ მიიზიდო ადამიანი, რომელიც ამ სტატუსის ფასად მზად არის, რომ ყველაფერი გააკეთოს დიდი ფიქრის და დიდი მორალური დილემების გარეშე. მე მაქვს ასეთი შეკითხვა. აი ამ 20-იან წლებში თუნდაც აი შემდგომში 30-იანებში როცა განსაკუთრებით გამძაფრდა ეს რეპრესიები. ადამიანების დახვრეტა, ანუ რეგიონული აპარატის დონეზე წყდებოდა თუ უფრო ზემდგომი ორგანოების პრეროგატივა იყო, იმიტომ რომ მე როდესაც სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობდი, გორში ვიკვლევდი სტალინურ მეხსიერებას, როგორც კულტურულ მეხსიერებას, ასევე კომუნიკაციურ მეხსიერებას, ჩავწერე რამდენიმე ადამიანი და იყო ასეთი ნარატივი, რომ აი მაგალითად ერთი ქალი მომიყვა ასეთი ისტორია, რაღაც ზეპირი ისტორია იყო, რომ რაღაც რამდენიმე ათეული ადამიანი აიყვანეს მთაზე, სადღაც ქედზე დასახვრეტად, მოვიდა რაღაც შეწყალების წერილი და აქ მომიყვანიაო და უკან ხორჩა ვაბრუნებ, მედიკაცს დახვრიტეთ და დაუბრუნდეთო და შევადგინოთ, ნუ რა ვიცი, სრულ ასე ვთქვათ, წერილი თუ რაღაც როგორც ჩაიარა ამ პროცედურამ და ეს უფრო არის რაღაცა სტალინის გამართლების რაღაცა მცდელობა, რომ მან არ იცოდა რაღაც კონკრეტული ადამიანების დახვრეტის შესახებ თუ მართლა ხდებოდა რაღაც ეს რეგიონალური აპარატის დონეზე რაღაც მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება. ანუ ესეთი გადმოცემები ან ზეპირი ისტორიები ან მემუარებშიც არის ესეთი ასე ვთქვათ სცენები დაფიქსირებული ზუსტად გორთან დაკავშირებით, ანუ დიდწილად რამდენადაც ახლა შეგვიძლია ამისი ანალიზი არის აი 24 წლის აჯანყების ჩახშობის გარშემო. ან ცოტა ადრინდელი, ასე ვთქვათ, იყო ახლა 22 წელს აგვისტოში, ესეც აგვისტო-სექტემბერში დუშეთის აჯანყების სახელით, რაც არის ცნობილი, სადაც ქაქვსა ჩოლოყაშვილის პარტიზანული რაზმი მონაწილეობს, მე ხევსურეთში გადადის, იქაც საბრძოლო მოქმედებები იგრძელდება და ანუ დუშეთის ამ მოძრაობის პარალელურად აქ კავთისხევში, კასპიისკენ, აი ზემოთ მეჯურის ხევისკენ, აქაც მოძრაობა არა და ეს სადამსჯელო მოქმედებები მერე არის და ეს ანგარიშწორებაც არის აქტიურად ამ პერიოდში. შეიძლება ამ პროცესებსაც ასახავდეს, მაგრამ ძირითადად მაინც არის ამ 24 წლამდე და ან 24-ის აჯანყების ჩახშობის სტანდარტულ სურათში ჯდება, რომ ეს არის ადგილობრივ აი ამ საგანგებო საომარ პირობებში, რომ აჯანყება არის და ეხლა სასწრაფოდ ეს ჩაახშეთ და ყველანაირი ზომა გამოიყენეთ და მე ხდება რა, რომ ეს იწყება 29 აგვისტოს, როგორც თქვით, ანუ 30-31 აგვისტოს, სექტემბრის პირველი რიცხვები და წყდება 1924 წლის 5 სექტემბრის ღამე 6-ის განმავლობაში, რატომ რომ დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრების ნაწილი ასევე ვთქვათ ჩაუვარდა საოკუპაციო რეჟიმს, შიომღვიმის მონასტერთან ახლოს გადააწყდა პატრულს, ასე ვთქვათ, მილიციის და საგანგებო ნაწილების რეჟიმის, ანუ შეტაკება იყო, თქვათ ჩავარდნენ, ჩაიყვანეს შემდეგ თბილისში, ჩეკაში და იქ არის როგორი მომენტი, რომ ანუ რეჟიმისთვის ეს აჯანყება მოულოდნელი არ იყო, ოღონდ აი 28-დან 29-ში რომ დაიწყებოდა ეს არ იყო ცნობილი, მით უმეტეს მასშტაბი ესეთი დიდად ვერ წარმოედგინათ, ნუ თავის ტკივილი არა და სერიოზული პრობლემა და გამოწვევა არის და მით უმეტეს რომ გრძელდება ახლა, ხო, სადღაც ჩაახშეს, სადღაც ისევ არის, ხალხი ტყეში გავიდა, ეს რაზმები ისევ იბრძვიან, დასავლეთ საქართველოში ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, ომია ფაქტობრივად, ხო? და უკვე ცენტრიდან, მოსკოვიდან, კრემლიდან არის ეწოლა, რომ რა ხდება, რას გავს ეს ყველაფერი, რატო აფეთქდა სიტუაცია, გუშინ იძახდით, რომ კონტროლზე არის, ეხლა აჯანყება, საზღვარგარეთ უკვე ამბებია აწეული, ერთა ლიგის, ასე ვთქვათ, სესიებზე ისმის ამის შესახებ საუბარი, პრესა აშუქებს, რა თქმა უნდა, გადაჭარბებით და გაზვიადებით, რომ რამხელა მასშტაბი აქვს აჯანყებას და ნუ არის ეს დიდი, ასე ვთქვათ, ციებ-ცხელება, ხო? და როცა დამოუკიდებლობის კომიტეტის ნაწილი დააპატიმრეს, მერე შედგა ერთგვარი ესეთი გარიგება, რა კუთხით, რომ ჩეკამ და რეჟიმის პარტიულმა წარმომადგენლებმა ცხადია კოორდინირებით ესეთი პირობა წაუყენეს, რომ თუ თქვენ
გამოაქვეყნებთ განცხადებას, რომ აჯანყება იყო ავანტიურა და ეს არ იყო სახალხო აჯანყება, არ გამოდგა სახალხო აჯანყება და ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი ამაზე და აზრი აღარ აქვს უკვე და დამარცხდა და შეწყვიტეთ ბრძოლა და ჩააბარეთ იარაღი. ამის საპასუხოდ თუ ამ განცხადებას გამოაქვეყნებდა დამკომის ეს წევრები, პირობას დებდნენ, რომ დახვრეტებს გავაჩერებთ და ვინც იარაღს დადებთ, იმათ არ დავაპატიმრებთ, ხო? აქ ჩანს, რომ რამდენად შეშინებული და რამდენად ძიმე მდგომარეობაში იყო თავისუფლ რეჟიმი, რომ უნდოდა რომ როგორღაც ეს გაჩერებულიყო, ხო? და ახლა დამკომი იყო იძულებული, რომ იცოდა, რომ რამდენიმე ათასი უკვე დახვრეტილია, რამდენიმე ათასი დაპატიმრებულია და დახვრეტის რიგში დგას. აჯანყება მარცხდება, იმიტომ რომ ბრძოლა კი გრძელდება, მაგრამ ძალთა თანავარდობა უკვე ძალიან ცუდია და ერთადერთი ახლა რა ფუნქციაც ჰქონდათ იყო, რომ ეს დარჩენილი ნაწილი გადაერჩინათ, ხო, სიკვდილისგან, ამიტომ დათანხმდნენ ამაზე, შესაბამის განცხადებაც დაიწერა და გაავრცელეს, გადმოყარეს აეროპლანებიდან, პრესაში გამოვიდა ასე შემდეგ და პარალელურად ახლა ამ პირობის ფარგლებში დაიგზავნა ყველგან ეს განკარგულება ცენტრიდან, რომ გააჩერეთ დახვრეტები. და რა თქმა უნდა, ბევრგან გააჩერეს, მაგრამ ესეთი მომენტები, რომ მიუსწრო ამ განკარგულებამ, რომ მორჩა შეწყვიტეთ, მაგრამ ადგილზე ადგილობრივი სადამსჯელო ორგანოები ისე არიან აწყვეტილი და მოწადინებული, რომ ეხა ვინ გამიკონტროლებს, რომ ამ საათში მოვიდა ეს განკარგულება თუ არა და აგერ мотивация ვთქვით, ხო, რა იყო ამ ადამიანების мотивация, ხო? პირადი ანგარიშწორება, სიძულვილი ამ ხალხის თავის გამოჩენა, რომ ამდენი მტერი გამოვლენა დახვრით და ესეთი პრეცედენტები ნამდვილად იყო და რა თქმა უნდა შეიძლება ყოფილიყო, რომ ჩათვალეს, რომ ხო ეს ჯერ არ მიგვიღია, დახვრით ეს და მერე თქვეს, რომ აი გვიან მივიღეთ, ხო, ესეთი ასე ვთქვათ დოკუმენტური გადმოცემები არის ამ მე როგორც მივხვდი, უფრო გვიანდელი პერიოდი იყო. გვიანდელი უფრო ნაკლები. აი ეს მითი, რომ არაფერი იცოდნენ. ანუ მაგას ვამბობ, რაც არის ამ ტიპის გადმოცემები, უფრო ამ პერიოდს ასახავს. იმიტომ რომ 24-ის აჯანყების ჩახშობის შემდეგ და 20-იანების მეორე ნახევარში დიდ ტერორამდე 37 წლამდე უკვე ესეთი სისტემა არის, რომ აი ამ ცენტრალური ქალაქების გარდა ადგილობრივ იშვიათი გამონაკლისის გარდა და სპეციალური კონკრეტული სიტუაციების გარდა, როგორც ასეთი სიკვდილით დასჯა სისხლიაში მოყვანა არ ხდება. იმიტომ რომ სიკვდილის ჯიან იმათ, ვინც არის სერიოზული, ასე ვთქვათ, საფრთხე რეჟიმისთვის, როგორც წესი, ისედაც ამ ადამიანების მასალები და საქმეები იგზავნება ცენტრალურ აპარატში და თვითონ პატიმრებსაც იგზავნიან და იქ იღებენ გადაწყვეტილებას, ეს 20-იან წლებში ეს ორგანოები არის ჯერ ჩეკას კოლეგია, მერე არის GPU, სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო სახელი გადაერქვა უბრალოდ რეალურად და განსაკუთრებული სათათბირო ის წყვეტს ამ ადამიანების ბედს და როცა იქ მიიღება გადაწყვეტილება თუ სასკვილო განაჩენია, იქ ხდება ადგილზე. ან თუ ბათუმი ან სოხუმი ან ქუთაისი ეს საქმე და მასალა გადაგზავნილია, გადაწყვეტილება მიიღება და მერე მიწერილობა მოდის, რომ იქ მოიყვანეთ სისრულეში, ხო? ანუ ესეთი აწყობილი მექანიზმია და დიდი ტერორის დროს 27-28 წელს მით უმეტეს, ხო, ეს უფრო მასშტაბური და უფრო ესე მკაცრად და დისციპლინირებულად დაგეგმილი ოპერაციები არის და იქ ანუ ესეთი კონვეიერი არის, რომ ძირითადი ნაწილი თბილისში ან ფიზიკურად იგზავნება, ან მათი, ასე ვთქვათ, საქმეები მიდის განაჩენისთვის არასასამართლო წესით, ტროიკა იქნება ეს თუ ეს განსაკუთრებული სათათბირო თუ სამხედრო კოლეგიის განსვლელი სესია და ხშირ შემთხვევაში პატიმრებიც ცენტრში იგზავნებიან და იქ ხდება მათი ან დახვრეტა, ან ეტაპირება მერე გულაგში. ანუ რეალურად ესეა. ძალიან იშვიათი გამონაკლისი, რომ მერე ადგილზე ადგილობრივ გადაწყვეტილიყო ერთი, ან ცენტრში გადაწყვეტილიყო და არა ამ ცენტრალურ ქალაქებში დაესაჯათ სიკვდილით ჯგუფებად. თორემ მეორე ხაზი არის კიდე დამატებით, რომ ეს არის პოლიტიკური ტერორი, პოლიტიკური რეპრესიები, მასობრივი ტერორი და სამილიციო, ანუ ჩვეულებრივი კრიმინალის, სისხლის სამართლის
შეგვიძლია ასე დავარქვათ დამნაშავეების მიმართ უფრო სხვა პოლიტიკა იყო და აქ ეს კიდეც ალკე თემა არის საკვლევად, რომ ანუ მათი დასჯის შემთხვევაში სად და როგორ ხდებოდა ეს. ხშირია გადაკვეთა, რომ ხშირად ამ კუთხით მისჯილი ადამიანები და პოლიტიკური ასე ვთქვათ, რეპრესიების მსხვერპლიც ერთიანად ხდებოდა მათი ასე ვთქვათ, სიკვდილით დასჯა. და დიდი ტერორის დროს ესეც არის, რომ არის ეს ოქმები შენახული სისხლში მოყვანის აქტები უფრო სწორად და რო კითხულობ ამ სიას, იცი ვინაობა მაგალითად იგივე ტიციან ტაბიძის დახვრეტის ოქმი რომ არის აქტი, იქ რიგი სახელების არის სისხლსამართლის დამნაშავეების, ანუ ქურდების ან ყაჩაღების, რომელიც პარალელურად მათ წინააღმდეგაც ესეთი წმენდის ოპერაციები არის და სისხლში მოყვანა ამ ჯგუფის იმ დღეს, იმ ღამეს უფრო სწორად იქ მოხდა ერთად. ხო, ესეც საერთო სახეს აჩვენებს სისტემის და რეჟიმის. დიდი მადლობა. თუ არის კითხვა, თინიკო? კიდე? ზანიც. მიკროფონი. რომ ასეთ საქმიანობას ეწევი და მართლაც აი როგორც თქვა ახლა საშვილიშვილო საქმე, იმიტომ რომ ახალმა თაობამ არ იცის ეს, აი თან უკვე ისეთი ვითარებაა გარშემო, რომ თითქოს არც აინტერესებთ რაღაცა ის რაც იყო და აი რომ დავხედავ ხოლმე ამუშევრებს შენ რაღაცა ყოველთვის და მე ჩემთვისაც კი ბევრი რამ იმ გამოქვეყნებულ მაშინ რაც გაქვთ თქვენ უკვე ჩატარებულ და ის რაღაცა ჩემთვის ბევრი საინტერესო ამბავი ფიგურირებს ისე. და ეხლა წეგან ქუჩებზე და ქალაქებზე ეხლა ვფიქრობდი, ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული მახსოვს ციხის უბანში ეხლა ეს ქუჩა რომ არის კასტელის ქუჩა. აი ამ ქუჩას ჩემს ბავშვობიდან მე უკვე სამჯერ შეეცვალა სახელი. ეს იყო პირველად მე მახსოვს ძველი ხაზინის ქუჩა. მან იყო ძველი ხაზინა, ალბათ იყო ძველი ხაზინის ქუჩა. მერე იყო ჩელიუსკინელთა ქუჩა და ეხლა არის კასტელის ქუჩა. ნაწილს კი ეწოდა გორელი წარმომავლობის იცით დადგენილებაც არის ქალაქის არავინ მიენიჭოს კუპრიაშვილების სახლის იქით სოლომონ ხუციშვილის სახელიო, მაგრამ ნუ რატომღაც ეს კაჭიანურდა და აღარ მიუნიჭებია და დარჩა კასტელის ქუჩა. მინიჭებულია, ოღონდ დაფიქსირებული არ არის. მხოლოდ კასტელის სახელი დარჩა ისე. დიდი მადლობა ყველაფრისათვის და დიდხანს რომ აი შეძლოთ ის მადლობა თქვენ. ჩაფიქრებული და გაკეთებული ყველაფერი ის ეგეცლუება. მადლობა თქვენ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თქვენ გარეშე კონკრეტულად ეს რაც გავაკეთეთ არ გამოვიდოდა და საერთოდ ხო ესეთი მიდგომის და თანამშრომლობის და ერთიანი მუშაობის გარეშე ისეთი არ გამოვა, როგორიც საჭიროა და ყოველთვის აი ამ ოჯახურ მეხსიერებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ პერიოდის და თემატიკის გაშუქებაში. ირაკლი, მინდა გკითხოთ ამ ტურთან დაკავშირებით. რა შესაძლებლობა იმისა, ან როგორ უნდა მოხერხდეს, თქვა, როგორც შემწუჩი საგანმანათლებლო მნიშვნელობით და მოზარდებისთვის, რომ დაიგეგმოს ჯგუფისთვის თქვენი ტური ჩვენთან, როგორ შეიძლება ორგანიზაციული თვალსაზრისით ეს გაკეთდეს. ხო, ანუ აქ როგორ არის, რომ თუ არის ჯგუფი და ინტერესი და ინიციატივა შეიძლება დავკავშირდეთ და დავგეგმოთ, უბრალოდ ჩვენ ახლა თბილისში ვართ ესე ხშირი ინტენსივობით ამას ვერ ვახერხეთ, მაგრამ მთავარი იდეა ამ საქმეს არის ის, რომ ადგილზე მოხდეს გადაბარება, ასე ვთქვათ, ამ პირველი კონცეფციის, შესაბამისი მასალების, ასე ვთქვათ, გამოცდილების გაზიარება და წახალისება, რომ ადგილზე ჯგუფებმა მოკინონ ხელი ამის განვითარებას, უფრო ხშირად ჩაატარონ და უფრო გაამრავალფეროვნონ, ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორე, ეს პირველი ვერსია, პირველი, ასე ვთქვათ, მოდელი არის და როგორც თბილისში იყო, რომ ეს პირველი ერთი გავაკეთეთ 2010 წელს და ეხლა გვაქვს, რა ვიცი, 6-7 სხვადასხვა მარშრუტი და სხვადასხვა პერიოდზე და თემატიკაზე, ანალოგიურად რაც უფრო მეტი ინფორმაცია და რაც უფრო მეტი ჩართულობა იქნება ადგილზე, უჩვენოდაც, ანუ სასურველია და ამოცანაც ეს არის, რომ ეს ადგილზე განვითარდეს და მეტი და მეტი რესურსი გაჩნდეს ამ კუთხით და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ
რაც გვაქვს მასალები, რასაც მოვიძიებთ, გავზიაროთ. ადგილზე ინიციატორებს და ჯგუფებს და ეხლა ეს დღევანდელი, ასე ვთქვათ, ჩვენი შეხვედრა და დისკუსიაც ამის ნაწილია, ხო? პირველი ნაბიჯი გადავდგით, რაღაცა კონკრეტული მარშრუტი გაჩნდა, ეხლა კიდე ამაზე ვსაუბრობთ, აგერ რამდენი ადამიანია დაინტერესებული და ჩართული და ეს არ არის რაღაცა კასტური ამბავი, რომ აუცილებლად ვიღაც უნდა ჩამოვიდეს და ჩაატაროს, ხო? არის ინფორმაცია, არის ტექსტი, არის მასალა და ამისი გამოყენება და გაზიარება და განსაკუთრებით მოსწავლეებისთვის, ახალგაზრდებისთვის არის საკმაოდ ესეთი შესაძლებელი შეიძლება ასე ითქვას. ანუ პირველი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას და მერე უფრო და უფრო განვითარდეს, ხო? და ამ მხრივ, რა ვიცი, ეხლა როცა ვახერხებთ თბილისიდანაც მოდიან ჯგუფები, ჩვენი კოლეგები და პარტნიორები, თქვათ, საზღვარგარეთიდან ინტერესდებიან და ჩამოყავს და გავატარებთ ხოლმე ამ მარშრუტს და რა თქმა უნდა, ადგილზე თუ კი იქნება დარწმუნებული ვარ და არის ეს ინტერესი და ჯგუფები ჩვენც ვეცდებით რომ ჩამოვიდეთ და ჩავატაროთ, ან აქ ადგილზე გამოჩნდება ხალხი, ვინც მოკიდებს ხელს და განავითარებს ამ ამბავს. და მერე ჩვენ ჩამოვალთ სტუმრად, რომ მოვისმინოთ ახალი მარშრუტები და ასე ვთქვათ ისტორიები. ნუ იდეალისტურად ვამბობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია. იმიტომ რომ გვაქვს ამის პრეცედენტები, როცა თელავში გავაკეთეთ და მერე ჩვენმა კოლეგამ თემგო სიმაშვილმა ადგილზე გაცილებით მეტი მოიძია, მეტი ასე ვთქვათ ადგილები და ზუსტად და ეხლა თვითონ პერიოდულად უძღვება დამოუკიდებლად და ჩვენ ასე ვთქვათ მისგან ვიგებთ ახალ და ახალ ამბებს. მშვენიერი ინიციატივა. კარგით, არის კითხვები? აღარ არის კითხვები. დიდი მადლობა ირაკლის, შეგახსენებთ და აუდიტორიას შევახსენებ. ხელოვნების სახლმა დაიწყო ეს დისკუსიების ციკლი, დისკუსიები გორზე და გაგრძელდება ეს ციკლი და გვაქვს იდეები, რომ სხვა თემებზეც ვისაუბროთ აქ აი ამ სივრცეში, ვიდრე ეს სივრცე ეკუთვნის ხელოვნების სახლს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ აუდიტორიას, ირაკლის, გოგა აფსიაური გესაუბრებოდით. ნახვამდის.